გამარჯობა მივესალმებ მაყურებელს. შეგახსენეთ ჩვენ მხარდამჭერია სოკარი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ პოდკასტი, ვიდეო და ლაიქოთ, იმიტომ რომ ეს პოდკასტი ძალიან დაეხმარება. დღეს ჩვენი სტუმარია განმეორებით პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი უკვე, თორნიკე ენუქიძე. ინტერნეტში როგორც Mr. Nutrition-ით ცნობილი. უკვე საკუთარი პოდკასტიც დაიწყო, რამდენიმე ეპიზოდი დევს, ქვია Nutrition Academy podcast. სწორედ თქვი. აღწერაში იქნება მარხის ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ, სადაც ძალიან ასეთ ღრმად მიმოიხილავენ ამ თემებს, რაც არის ნუტრიციოლოგია, სწორი კვება, ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო პოდკასტია, საინტერესო სტუმრებით. როგორ ხარ? იდეალურად რიგში. როგორ გითხოთ ალბათ? მეც კარგად, მადლობა. დღეს მინდა ეს ეპიზოდი მივუძღვნათ სპორტულ დანამატებს, საკვებ დანამატებს, იმიტომ რომ ამდენი წელია ვარჯიშობ და რაღაც თემებს ვკითხულობ, სხვადასხვა ის გასინჯული მიცდია რაღაცები, მაგრამ მაინც დაიწყემდე ისეთი რაღაცა ბაზისური როგორც არის პროტეინი, კრეატინი რაღაცები, მაინც მგონია რომ ამომწურავი პასუხები არ მაქვს რაღაცებზე. და მინდა რომ ეს გავიაროთ ნაბიჯ და იმ ადამიანებისთვისაც იყოს სასარგებლო, ვინც ვარჯიში იწყებს და არ იცის რომელი გამოიყენოს, როგორ გამოიყენოს, რაში გამოიყენოს და ასე შემდეგ. ამ სიღრმეებში შევუყოთ საკვებ დანამატებს. ხო, რა, მივყვეთ სადამდეც დრო გვეყოფა და როგორც წავა რა დიალოგი, რაც შეიძლება რომ ამომწურავი ინფორმაცია იყოს. ზოგადად რაც შევამჩნიე, არის რომ ამ სფეროსადმი ინტერესი გაზრდილია, რაც არის სწორი კვება ნუტრიციოლოგია შემდეგ. თუ ჩემ ფიტში მოიმატა ამ ინფორმაციამ, თუ შენ როგორ ცნობიერება მოიმატა, ინტერესმაც მოიმატა და ეხლა სადღაც ზღვარზე ვართ, რომ უფრო მეტი ცნობიერება გვინდა, გავცდეთ მოსაწყენ თემებს, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანია, საკვებ დანამატების ნაწილში ცოტა ღრმად ჩავიდეთ, პროტეინი კუნთმატებს, კრეატინი ძალას გავიგე, მაგრამ და მე მოდის კითხვები, რომელსაც განვიხილავთ, მაგრამ ცნობიერება მოიმატა და მახარებს და გვჭირდება. ხო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ხოლმე, საუბრობს ამ თემაზე და რაღაცებზე მიმოიხილავენ ხოლმე. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად რამდენად საჭიროა დანამატები. აი, როცა ადამიანი ვარჯიშობს, იქნება ეს კუნთის ზრდისთვის ვარჯიშობს მასის მოსამატებლად, გასახდომად, უბრალოდ სპორტულ ფორმაში უნდა ყოფნა და მიდის სარბენ-ბილინგზე დარბის. არის რაღაც ვარჯიშები, სადაც არ არის საჭირო, თუ რაღაცა დოზით ყოველთვის სასარგებლო იქნება. ხო, სპორტულ საკვებ დანამატებზე თუ ვისაუბრობთ, ანუ კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავყოთ ძალის მატება და კუნთის მასის მატება. წონის კლება, ოღონდ ჭყალებში, და რა თქმა უნდა ჭყალებში ალბათ დღეს განვიხილავთ და პერფორმანსის, ანუ ვარჯიშის შესრულების გაუმჯობესება. აი ამ საკვებ დანამატების მიმღანო დღეს მულტივიტამინებზე და ვიტამინების დანამატებს ნაკლებად შევეხოთ, სპორტული მიმართულებით გავუყვეთ. ხო, ეს არის პროტეინი, კრეატინი, და კარნიტინი, რაღაცებსაც ახსენებენ ხოლმე. ზოგი მათგანი დადასტურებული და სანდო, ზოგი ერთი მათგანი დადასტურებული, ნახევრად ეფექტური. აი ეგ შემოდის კითხვა რეალურად, საკვებ დანამატებზე რომ მინიგება საქმე, საკვები დანამატი უნდა აკმაყოფილებდეს ორ მთავარ კითხვას. ერთი არის თუ არა უსაფრთხო და მეორე არის თუ არა ეფექტური. თუ უსაფრთხოა, მაგრამ ეფექტური არ არის, მაშინ რატო ვყრი საერთოდ ფულს, ხო? საკმაოდ ძვირი ღირს. საკმაოდ ძვირი ღირს. და გაჩნე კიდე დანამატებს, როგორი ბრენდით და მარკეტინგი აქვს, შეიძლება მეტი ქონდეს ფასი უბრალოდ დამატებული სიტყვის გამო. თუ პირიქით არის ეფექტური, მაგრამ უსაფრთხო არ არის, მაშინ ჯანმრთელობას რატო ვეთამაშები? ამიტომ გაგიკვირდება და იმაზე ცოტა ისეთი სანდო, ბევრი კვლევით დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტური დანამატი ერთად, რომელსაც თვალდახუჭული მივიღებდი. კითხვა როცა ისმის, მჭირდება თუ არა საკვები დანამატები? სანდო და ეფექტური არის ცოტა. ორივე ერთად, ცოტაა ესეთი. რასაც კვლევები უმაგრებს ზურგს. და მე კითხვა ისმის, საერთოდ მჭირდება? ამას პასუხია, რა გინდა გააჩნია. სპორტული, აი, თუ გავუყვებით ამ სამდი ჯგუფს, მინდა კუნთის მატება და მასის მატება, მასობაში კუნთური მასის მატება და ძალის გაუმჯობესება, მინდა ცხიმის წვა ბრჭყალებში, ანუ წონის კლება ცხიმის ხარჯზე, თუ მინდა პერფორმანსის გაუმჯობესება. ამათგან რომელი მინდა? პერფორმანსში გულისხმობა უფრო მეტი ვირბინო, მეტი ავწიო, დიდი ხანი ვარჯიში, უკეთ. უფრო ეფექტურად. ალბათ ესე იქნება ყველაზე კარგი დახასიათება. და მე თუ რომელიმე მინდა, მე კითხვა ისმის, რა, ეხლა როგორია ჩემი კვების სტილი? Food first, ანუ კვება პირველ რიგში. ესეთ პრინციპი არსებობს. ყველანაირი უმაღლესი სტანდარტის მქონე ორგანიზაციაში, რომელიც საკვების დანამატებზე გაცნობს რეკომენდაციას, ყოველთვის პირველი მახვილი ისმის ჯერ საკვები. იმიტომ რომ კითხვა ისმის ერთდროულად ეფექტურობას მომცემს და ამასობაში მე როცა ვსვამ საკვებ დანამატს, ვსვამ ერთ კომპონენტს, რომელიც შეიძლება ეფექტური და უსაფრთხო იყოს, მაგრამ საკვებში წარმოიდგინე ვიღებ სკიურს. მოყვება ბევრი სასიკეთო რამ. ამიტომ კომბინაციასა და ერთ იზოლირებულ შორის ყოველთვის კომბინაციების ნაწილი აჯობებს. ამიტომ პირველი კითხვა ისმის, ეხლანდელი ჩემი კვების სტილი როგორია?
როგორი უნდა იყოს იმ მიზნიდან გამომდინარე, რაც მაქვს და მე რომელი საკვები დანამატი დამეხმარება საქმეში, იმიტომ რომ საკვები დანამატი რეალურად არის ეფექტური ხელსაწყო. ვერანაცვლობს კვებას, ვერანაცვლობს კალორიულ დეფიციტს, ვერანაცვლობს ძილს, რაზეც დღეს ვისაუბრებთ დიდი ალბათობით. თუმცა თუ ყველაფერი კარგად მაქვს, ოპტიმიზირებული მაქვს ჩემი კვების სტილი, ძილის რუტინა და სავარჯიშო აქტიურად მავარჯიშებს, ჩემი მწვნელი ან მე თვითონ ვარჯიშობ, ადეკვატურ ძალისმიერ ვარჯიშს თუ კუნთის მატება მინდა. მე კითხვა ის საკვები დანამატით როგორ გავხადო ჩემი პროცესი, არა კარგი, არამედ სასურველი, ანუ ოპტიმალური. დასაშვები კი არა და დამაკმაყოფილებელი, არამედ ოპტიმალური, სადაც მინდა. ანუ 80-90% თუ შევასრულე, ის 10%-იანი ბუსტი უმრავლესობა ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. ზოგიერთი ადამიანისთვის არაფერს ნიშნავს. ამიტომ აი ამ ორ კითხვას ვამ, ჩემი არსებული კვების სტილი როგორია და რა მინდა. ხო, იმიტომ რომ მეც ადრე ესე უყურებდი და ამ სიტყვას არ ვაქცევდი ყურადღებას, ვისაუბრე საკვები დანამატი და არა ჩამონაცვლებელი. ანუ ხო, ანუ ხშირად ესე არის გაგებული რა, რომ ამებს თუ მიიღებ, შეიძლება კვებას ცოტა ყურადღება მოაკლო, იმიტომ რომ აი დღეს ორჯერ ვსვამ პროტეინს მაგალითად და დავიწყოთ პროტეინით ახლა. პროტეინი არის დანამატი, ანუ თქვათ მე მაქვს დღიური ნორმა, რომ ცილების დღიური ნორმა რაღაცა ჯერ ეს რამდენად სწორი არის, ნუ ზოგი ამბობს კილოგრამზე გრამ ნახევარი, ან 1.2 ან 2 გრამი, რამდენი პროტეინი მიიღო, რომ შენ კუნთის ზრდა გაგრძელდეს. თქვათ სიტყვაზე გრამ ნახევარს ვიღებ კილოგრამზე და ეს უნდა შევავსო საკვებით მივიღო ამდენი ცილა და მე დავამატო ესა თუ შემილია, რომ აი ეს რაოდენობაში რაღაცა პროტეინის შეიკიც ჩავთვალო. კარგი კითხვაა ძალიან. პროტეინის ფაუდერი, პროტეინის ფხვნილი, რეალურად პროტეინის წყაროა. პროტეინი ანუ ცილა, რამდენი ცილა მჭირდება დღეში, ეს კითხვა უნდა დავსვა. რაც თქმა მიდგება საქმე რეკომენდაციებს, ახლა შენ რა კოეფიციენტის თუ ეს არის, ეს კოეფიციენტი, მაგალითად 1.2, უნდა გავამრავლოთ ჩემ წონაზე. თუ არა 100 კილოგრამი, გამოდის 120 გრამი ცილა დღის განმავლობაში. ახლა აქ შემოდის დაბნეულობა. 120 გრამი ცილა, ანუ 120 გრამი ქათმის ფილე? არა, ყველა პროდუქტს თავისი ცილის შემადგენლობა აქვს, მაგალითად 30 გრამი, 27-30 გრამი ცილა შეიძლება მომცეს 100 გრამმა მზა ქათმის ფილე. ამიტომ ყველა პროდუქტს თავისი აქვს და ეს კონკრეტულად ეს ცილა როგორც მაკრონუტრიენტი მჭირდება 120 გრამი დღეში. კარგი. ეხლა კოეფიციენტები როგორ ნაწილდება? მინიმუმი ადამიანი, ვინც არ ვარჯიშობს, ვინც მიუყვება მჯდომარე ცხოვრების წესს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილების ოდენობა არის 0.8 გრამი კილოგრამზე. 0.8-ს უამრავლებ ჩემ წონაზე. 100 კილოგრამი ადამიანისთვის 80 გრამი ცილა ჭირდება. ეს არის ის მინიმუმი, სადაც ვიცით, რომ მისი ორგანული ფუნქციები, ჰორმონული სტატუსი, ყველა ფუნქცია, რაშიც ცილა ერთობა, ადეკვატურად მიმდინარეობს. იმიტომ რომ ცილა კუნთის მატებისთვის არ მჭირდება მხოლოდ ძალიან ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია უჭირავს. ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია გაგიგია. აი მაგის მერე 99% ამინომჟავები, ანუ ცილები ვართ. ამიტომ ყველაფრის საშინად მჭირდება ჩემი ცილები. 0.8 კილოგრამზე, გრამი კილოგრამზე არის მინიმუმი. ეხლა როცა საქმე მიიხდება უკვე 1.2, რაც წეგავ თქვით არის ოპტიმალური. პირველი კითხვა ვსვამ, რომელი რიცხვი ავირჩიო, 0.8 თუ 1.2? აქ ბუდიში ვსაუბრობთ, შეიძლება გამომჩა ადამიანზე ვინც ვარჯიშობს, ვინც მდგომარე ცხოვრების წესს მიუყვება. ხო. სტანდარტულ შემთხვევაში ეს არის 0.8 მინიმუმი, 1.2 ოპტიმალური. კარგი, ახლა კითხვა ისმის, როცა ვარჯიშობ რა ხდება. როგორც იმატებს ჩემი ინტენსივობა, ან ვარჯიშის რაოდენობა, ისევე იმატებს ეს კოეფიციენტი. მაგალითად, თუ კვირაში ვარჯიშობ 2-3 ჯერ, პროტეინის დღიური დოზა შეიძლება ავიდეს 1.5 გრამ კილოგრამზე. შეიძლება ავიდეს 1.7-ზე თუ ვარჯიშობ ინტენსიურად. ყველაზე და ზღვარი, რაც მოდის ხოლმე არის დაახლოებით 2.2 გრამი კილოგრამზე. ამის იქით რეკომენდაციები აღარ მიდის თუ არ ვარ ბოდიბილდერი, ან არ მინდა კუნთური მასის ისეთი სწრაფი მატება, რომ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ხო, რაღაც ექსტრემალურ იმებზე არ ვლაპარაკობ. ექსტრემალურ მიზნებზე არ ვლაპარაკობთ, ადეკვატური, ძალიან აქტიური მოვარჯიშისთვის 2.2 გრამი კილოგრამზე არის ზედაზღვარი. 1.5 გრამიდან იწყება, როცა უკვე ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, მაგრამ ეხლა კითხავს ვამ, რომელი რიცხვი ავირჩიო? ჯერ კითხვა დავსვა, რამდენს ვიღებ? მე თუ 0.8 გრამსაც ვერ ვახწევ და ვარჯიშობ კვირაში 3 ჯერ. პირდაპირ 1.5 ავიღო მიზნად? პასუხი არა, იმიტომ რომ გამიჭირდება. წარმოიდგინე, მეუბნები რომ რასაც ჭამ ცილას, ორჯერ მაგდენი ჭამო. და რთულია, მე თუმეტეს თუ არ ვიცი ცილა სად ვეძებო. ამიტომ ჯერ გამოვალინო რა არის ჩემი საწყისი და მაგის მერე თუ 0.8 არ არის, განგაზში ზარი ჩამოვკრა და 0.8-მდე ავიყვანო, მაგის მერე ოპტიმალური 1.2 და ამის მერე ისე როგორც ჩემი ფიზიკური აქტივობა მომთხოვს. ეხლა კითხვა ისმის, სად არის ჭერი? რამდენი გრამი კილოგრამზე მერე
არის საფრთხე. რეალურად კვლევები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში 6 თვე და მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული ათლეტებზე, რომელიც აქტიურად ვარჯიშობდნენ და მიირთმევდნენ 3.2 გრამიდან 4.2 გრამამდე. ანუ ეს არის ხუმრობით სტუდენტებს ვამბობ ხოლმე, ეს არის ტახნახევარი. ერთი ტახი და ნახევარი ძალიან ბევრია. 3.2 გრამი კილოგრამზე, 4.2 გრამი კილოგრამზე არის ასტრალური რიცხვი. ხო, ანუ დღეში რო ჭამო 400 გრამი ცილა. 400 გრამი ცილა. ეს არის მაგდენ ეს თუ 100 გრამი ქათმის ფილე მომცემდა. კილოგრამ ნახევარი ქათამი? ხო. ფილე. ხო. რომელიც რთული ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ქათმის ფილის გარდა სხვა წყაროებისგან ივსებს ცილას. და ეს არის ინტერესული ჯამი ქათმის ფილე რო გაავსო და ხო ვიზუალურად რო წარმოიდგინო, ალბათ ესე იქნება. საკმაოდ ბევრია. დღის განმავლობაში. აი ამაზე არ დაეტევა ალბათ. არ დაეტევა. შეუძლებელია არა, მაგრამ ადამიანის ყოველდღიურობაში შეჯდება. ხო, მე გამიგია რომ მაგალითად რაც ჰოლივუდის რაც ვიდეო მაქვს ნახევარ სკოლები რომ ისეთი ბოევიკებში ვისაც ელება ბლოკბასტერებში რომ ძალიან ის უნდათ დაბერილები გამოჩნდნენ გადაღების წინ ყვებიან რომ აბლენდერებდით ბოლოს ქათამსო და ის უღებულობდით რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ცილა მიიღოთ. მან კიდე პრობლემა არის ხოლმე რომ ზოგიერთ მსახიობი იწყებს გამხდარი ფილმს და ფილმის შუაში უნდა იყოს ბოდიბილდერი. მაგიტომ ის სწრაფად უწევთ ამბები მაგ დროს შემოდის ალბათ იგივე იქნება. იმას გულისხმობდი რომ 400 გრამი ქათმიდან 400 გრამი ცილის მიღება და ახლობით იგივე რომ აბლენდერო და სხვა ბოლოს და მასეთუმები დაგეღლება ხო. აუცილებლად და მე ქათამი შეგიძლება და ის ადამიანიც ვინც შევამოქცე 4.2 გრამი ჭამე კილოგრამზე. ყოველდღიურობასთან აცდენილია და მე კითხვა ისმის საიდან ვიღებ საერთოდ ცილას. ხო და ამ ადამიანებში ის თქმა მინდა გრძელვადიან კვლევები არ მაჩვენებდა რაიმე ნეგატიურს, იმიტომ რომ პირველი კითხვა ისმის კაი და ეს პროტეინის დანამატი ღვიძლზე პრობლემას არ გამოიწვევს, თირკმელს არ გამითიშავს, პასუხი არა. თუ უკვე არსებული პრობლემები არ გაქვს, უფრო მეტად თირკმელზეა საუბარი, ასეთი დიდი ოდენობა პროტეინიც კი უწყვეტად 6 თვის განმავლობაში არ იწვევდა პრობლემას საკვლევ ჯგუფებში. ამიტომ აქედან ვიზახით, რომ თუ რომელიმე დანამატი არის უსაფრთხო, პროტეინის ფაუდერი ერთ-ერთი არის უსაფრთხო. ეფექტურია ხარისხიანი ესე და იყოს კარგი ბრენდი იყოს დამამზადებელიც ხო? აი ხა მან შევდივართ ისეთ წერტილში, სადაც ბოლომდე პასუხები არ გვაქვს. რაზეც უნდა ამასთან გამოქვეყნდა ახალი consumer report-ი, ანუ ადამიანები ხო, რაღაც ბრენდები რო გამოავლინეს, რომელშიც რაღაც მაღალი შემცველობა იყო. ის ოდენობით. რეალურად ესეთი რეპორტები იდება ხოლმე 3 წელიწადში, 5 წელიწადში ერთხელ. ამ რეპორტმა მანახა ის, რომ თურმე ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა. მათ შორის ბრენდის კონკრეტულ დანამატებში იპოვეს განსხვავება. ერთი ბრენდის რამდენიმე საკმაოდ ძვირიანი ბრენდი იყო რა. საკმაოდ ძვირიანი ბრენდები იყო, თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი იყო მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ბაზარზე რასაც ვნახავთ. და მე კითხვა ისმის, ახლა როცა უსაფრთხოებაზე მიიღება საქმე, ბრენდს უყურო? ალბათ კი, რაც უფრო მსოფლიო მასშტაბის ბრენდია, დიდი ალბათობით ბევრი შემოწმებელი ყავს და დიდი ალბათობით უფრო უსაფრთხო უნდა იყოს მისი პროდუქტი. ახლა ამასობაში რა შემოდის? საქმე შემოდის, უნდა ეძებოთ ლოგო, მესამე წყაროს გარე კომპანიის სერტიფიცირებით. ანუ წარმოიდგინე აუდიტი შევიდა და თქვა რომ ამ დანამატს რაც უწერია, ის აქვს თავის იმაში, რა ქვია, ყუთში, რომელსაც ყიდის. ამიტომ ეძებეთ გარე წყაროების დამატებითი სერტიფიკატები. თუ ეს ესეა, მე კითხვა ისმის ამერიკიდან ხო არ გამოვიწერო, ჩემთან რომ შემოდის აზიური ქვეყნებიდან ხო არ შემოტანილი. ისეთი წერტილებია, რომელსაც ალბათ არ შევიდოდი, იმიტომ რომ პასუხი არ მაქვს და დაარც მირჩევნია, დავიწყო, დავტესტო, დავაკვირდე როგორ გზნობ თავს და განსხვავებული ბრენდები ვცადო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად როცა ვიწყებ ხოლმე ბრენდის რჩევას, გამოდგება ადამიანები მეტყვის რომ კაცო არ გაამართლა ჩემზე, ან მეორე მეტყვის რომ მაგან ყველა სხვა საჯობა. ხო, მაგრამ იქ კიდე იმდენი კომპონენტია, როგორი ვარჯიშა იმან აკეთა არასთან ერთად. ზუსტად, ამიტომ კონტროლებადი გარემო არ არის, ამიტომ კარგი ბრენდი აურჩიოთ, კარგი ბრენდი მსოფლიო სტანდარტის, ამერიკული იქნება თუ ეს ევროპული. როგორც წესი იძახიან რომ ევროპულს უფრო კაცრი სტანდარტები აქვს, ამიტომ ევროპული ბრენდები საკმაოდ კარგია. სკანდინავიური ქვეყნები წამყვანები არიან. ბრიტანული ბრენდი არის, რასაც მოვიხმართ ხოლმე. ბრიტანული ბრენდი ძალიან კარგია, კანადაც ჩვენიერია, ამერიკის შეერთებული შტატები, სკანდინავიური ქვეყნები მოწინავეები არიან. აქედან გამომდინარე, ვეძებო მესამე სერტიფიცირების ეტიკეტი, რომელიც აქვეა და მაგის მერე კითხვას ვსვამ დავაკვირდე ჩემს ორგანიზმს რომ მივიღებ მაგის მერე. ეხლა ტყვიას რაც შეეხება, ტყვია რომ აღმოჩნდა ამ საკუთარ დანამატებში, ერთი საინტერესო წერტილი რაც ნახეს არის ის რომ ვეგანურ პროტეინის წყაროებში უფრო მაღალი იყო ტყვია დაახლოებით 8 ჯერ სხვებთან შედარებით, ვიდრე ცხოველურ წყაროებში. ზოგიერთი ცხოველური წყაროც არ წინავდა, მაგრამ მე კითხვა ისმის, მაშინ რა უყო ამ ძიმე მეტალებს, მაგალითად რა უყო ტყვიას, რომელიც არის რეკომენდებულთან ძალიან ახლოს. ამ რეპორტს ჰქონდა ცოტა ისეთი სათაური, იმიტომ რომ შეადარეს ძალიან დაბალ ნიშნულს. FDA მეუბნება რომ დაახლოებით 10 მიკროგრამი დღეში ტყვია არის ის დოზა უსაფრთხოების ზღვარი, რომელიც ადამიანმა დაიცვას. ოღონდ FDA იცოდეთ რომ იცავს
კიდევ უფრო 10-ჯერად ფანჯარას. ანუ რეალურად 10-ჯერ მეტია უსაფრთხო, მაგრამ FDA მაქსიმალურად უსაფრთხო ზღვარს იცავს. და მე კითხვა ისმის, მაშინ ტყუია სადმე სხვაგან პოულობ? ამ სცენარეულ წყაროში რატო იყო მეტი? პასუხია კი, ის პანახი 100 გრამი რომ მიირთვა, შეიძლება 22 მიკროგრამი ტყუია მიიღო ერთი დღის განმავლობაში. და 10-ია ზღვარი და ამ დანამატს ქონდა 8. ანუ კითხვა ისმის, მაშინ როგორ ხვდება სცენარეებში ეს შემიტყვია ნიადაგიდან. შესაბამისად გააჩნია რა ნიადაგზე მოიყვანა, იმიტომ რომ ვეგანური პროტეინის წყარო არის მიქსი. შეიძლება იყოს ბარდა, შეიძლება იყოს ბრინჯი, შეიძლება იყოს სოიო, რომელიც სცენარეული წყაროა, ზოგადად სცენარეული წყაროები ნიადაგიდან უფრო მეტად იღებენ ტყვიას, ვიდრე ძროხის რძისგან დამზადებული პროტეინები. ამიტომ ვეგანურ პროტეინზე კითხვა დაისვა. მეშინია? არა. დღეში მერვე ულუფა ვეგანურ პროტეინს მივიღებ, ცილაურ დავიკმაყოფილო? არა. ამიტომ თუ ვცვლი იდეალურია, სხვა შემთხვევაში კომპანიის გლობალურ სტანდარტს ვენდობი და მესამე აკრედიტაციის ორგანოს და მე უკვე ვაკვირდები ჩემ თავს სხეულს შეგრძნებებს. დანამატის მე. სადამ გავაგზავნეთ ერთი დავაზუსტო. თუ იქნება ხოლმე განსხვავება ქალსა და კაცს შორის ზემოქმედების მხრივ, ეგეც დავკონკრეტებთ ხოლმე რა, თუ პროტეინი ახლა რასაც ვლაპარაკობთ, ქალის შემთხვევაში სხვანაირად მოქმედებს, ეგეც რო გამარტოთ ხოლმე. კარგი, თქვა ძალიან. კონკრეტულად პროტეინის დანამატზე სამიგება საქმე, რახან ცილა მაკრონუტრიენტი არის, ცილა მაკრონუტრიენტი ადამიანის კაცის და ქალის ორგანიზმში ერთნაირი ფუნქციები აკისრია. შესაბამისად, როცა მიდგება საქმე ერთნაირად მუშაობს კი, განსხვავებული დონე მჭირდება კი, უბრალოდ რახან კოეფიციენტი მაქვს და წონაზე ვამრავლებთ და ვვარაუდებთ რომ თუ კაცი 100 კილოგრამი იქნებოდა, ქალი იქნებოდა 75, კოეფიციენტი სწორ ნიშნულამდე მიმიყვანს. ამიტომ რახან კოეფიციენტზე ვამრავლებ, გული მშვიდად მაქვს, თუ მეტია ჩემი წონა, მეტი დამჭირდება, სქესთა შორის განსხვავება პროტეინის დანამატის მიღებაში რეკომენდაციებში არ გვაქვს. აქ შემოდის ახლა მეორე კითხვის ნიშანი, რომ აქამდე უმრავლესობა კვლევები, რომლებიც ტარდებოდა სპორტულ სამყაროში, ძირითადად 2000-იან წლებამდე, იყო სპორტსმენ მამაკაცზე ჩატარებული. კვლევები ქალებზე გვაკლია, თუმცა რა კვლევებიც გვაქვს, არ მიგვანიშნებს, რომ პროტეინის დანამატი განსხვავებული დოზებით უნდა დაინიშნოს, მთავარია წონა, ფიზიკური აქტივობის დონე და მე კოეფიციენტი, რომელსაც შევარჩევ. ხო, ანუ ესე იგი მივიღეთ, რომ თუ ვარჯიშობთ, კვირაში ორჯერ სამჯერ, ჩვენი წონისგან გამომდინარე გრამ ნახევარზე მინიმუმ ავიღოთ სამიზნე, ხო, რომ თუ კვირაში 2-3ჯერ ვარჯიშობ, რამდენი კილოცოთ, იმდენჯერ 1.5 გრამი ცილა რომ მივიღოთ. ხო და რასაც ვამბობდი, თქვათ, უნდა მივიღო 120 გრამი. ან 125 გრამი და მაქვს პროტეინის შეიკი, რომელსაც ერთ ჩაყრაში არის 25 გრამი. 100 გრამი მივიღო საკვებით და 25 შეიკით თუ ან პროტეინის ფხვნილით თუ 125 მივიღო საკვებით და ის დავამატო. კარგი, თქვა, ვამატებ თუ ვივსებ. ამას მეკითხები, ვივსებ. რეალურად მაშინ ვირჩევ პროტეინის დანამატს, თუ კითხავს რომ, კაი და ჩემი კვებისწილი როგორ გამოიყურება? თუ ვიღებ 100 გრამ ცილას დღის განმავლობაში და ეხლა მე კითხვა მოდის. შემიძლია 25 გრამი 100-ის მერე რამე საკვების წყაროთ დავამატო, შემიძლია, არ ვიცი, პროტეინ პუდინგში ხაჭო ჩავყარო და ერთი ულუფა მივიღო? თუ კი, მაშინ აირჩი ეგზა. თუ არ შეგიძლია მაგდენს ვერ ჭამ, დრო არ გააქვს, გული გერევა, მაშინ პროტეინის დანამატი მარტივი წყაროა. ნახე, მაგიტო აქ შემოდის კითხვა ვისთვის. როგორც წესი, სცენარეული კვების სტილის მიღებარ ადამიანებს უჭირთ საჭირო ოდენობის ცილის შევსება დღის განმავლობაში. შესაძლებელია შევისოთ ბარდით, ბრინჯით, განსხვავებული მარცვლოვლის და პარკოსნების მიქსით, მაგრამ გვიჭირს, იმიტომ რომ დიდ ოდენობას საკვებზე გავდივართ. ამიტომ ზოგიერთი ადამიანისთვის პროტეინი თითქოს შეუცვლელია მით უმეტეს ვარჯიშის დროს, ზოგიერთმა ადამიანმა პირველ კითხვა უნდა დასვას, შემიძლია ერთი ცილინდერი ხემსი დავამატო, თუ კი მირჩევნია დავამატო. ხო, თუ საკვებით ვივსებ, დამატება აღარ არის. თუ საკვებით ვივსებ, 125 გრამი ჭირდება და 125 გრამს ვიღებ საკვებით მშვენიერი, თუ 100 გრამზე მეტზე ვერ ავდივარ და 25 გრამ პროტეინს მივსებს ერთი სკუპი, ვამატებ პროტეინს. ანუ აუცილებელი არ არის, თქო, ну, რაც მაღალ გრამებზე ადიხარ, უფრო და უფრო ძნელია საკვებით, მაგრამ თუ მაინც საკვებით ვახერხებთ, საჭირო აღარ არის არსეთ ვარიანტში, benefit დამატებით benefits დიდი აბლტობით. აი, სამჯერ შემიძლია დავლიო პროტეინი? ხო, ეხლა თუ დაუბრუნდებით ისევ ხო, თითოში 25 გრამია, 74 გრამი შემიძლია მივიღო. პასუხი შემიძლია მივიღო, კი. სწორი იქნება ნაკლებად, იმიტომ რომ ისე უბრუნდებით კონცეფციას, საკვები პირველ რიგში. ხო, იმიტომ რომ სხვა რაღაც ვიტამინებს და შემდეგ მინერალებს მოვიკლებთ. ზუსტად, მოვიკლებთ სხვა რაღაცებს, რაც ცილოვან პროდუქტში გექნებოდა. კვერცხიდან, რძის პროდუქტებიდან მარტო ცილას ხო არ ვიღებ. ბურღულეულიდან და პარკოსნებიდან, ლობიოდან, ბრინჯიდან, ოსპიდან, მუხუდოდან მარტო ცილას ხო არ ვიღებ. აი იმ კომპლექსს ვაკლდები და არასწორი კვებით ჩვევაში ჩამომიყალიბდება სამჯერ პროტეინის ულუფი ცილის შევსება. იშვიათად შეიძლება, არ ვიცი, მოვხვდი უკაცრიულ დაბნოში და რატომღაც 20 2 კილოგრამიანი პროტეინი მაქვს აღებული და ვერ ვნადირობ. ალბათ დავლო პროტეინს კი. უბრალოდ როცა შემიძლია
ჩავანაცვლებ საკვებით. ანუ მაქსიმუმ ეცავთ რომ დღეში ერთზე მეტჯერ არ გამოვიყენოთ. დღეში ერთი ადეკვატური შუალედია იშვიათი სპორტსმენები მინახავს, ვისაც მირჩევია ურიულფა პროტეინი. დღეში ერთი ადეკვატური რეკომენდაცია. კარგი, კიდე არის პროტეინთან დაკავშირებით ესეთი წარმოდგენა, უბრალოდ განსხვავებული აზრები, რომ დილით უზმოზე უნდა დავლიოთ, ვარჯიშის მერე ეგრევე დავლიოთ, შემდეგ. მან არის სხვაობა? ხო, ეფექტურობის მხრივ. ესე იგი, მაშინ კითხვა უნდა დავსვათ, ზოგადად ცილის მიღებას თუ აქვს სხვაობა, ანუ მაგალითად თუ ქათმის ხორცს ჭამ, ვარჯიშამდე ჭამო თუ ვარჯიშის მერე, იმიტომ რომ ის პროტეინით ცილას მაძლევს, როგორც ქათმის ხორცი მოცემდა ცილას. ამიტომ როცა კითხვა ისმის ცილას პერიოდიზაციას უძახით ამას. ანუ ვარჯიშამდე ვარჯიშის მერე დღის განმავლობაში. პერიოდიზაციის მნიშვნელობა აქვს. ცილის ნაწილში როგორც ნახე, აქვს ვარჯიშის შემდგომ. ოღონდ უფრო მეტად აქვს მნიშვნელობა ნახრწლებს, ვიდრე ცილას. ცილაზე თუ დავადგინე რამდენი მჭირდება და მივიღე 125 გრამი თუ მჭირდება 125 გრამი დღის განმავლობაში, ეს არის ჩემი პირველი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტი, რასაც ვაყენებ, არის ცილის მიღების დრო. იდეალურ შემთხვევაში თანაბარ ულუფებად ვანაწილებ დღის იმდენ კვებაზე, რამდენი შემიძლია. თუ ვიკვებები 4ჯერ, მაგალითად ჭამ 3ჯერ და ერთი მაქვს ხემსი, იდეალურ შემთხვევაში ყველა კვებაზე ცილის წყარო მაქვს, მაგრამ როგორც წესი ზღაპრის დონეა, ვცდილობ რომ ორ ძირითად კვებაზე და ხემსზე, რასაც ავიღებ, ცილის წყაროები მქონდეს. მაგრამ თუ დაკმაყოფილებული მაქვს 125 გრამის ანუ საჭირო დონობის მიღება, მერე ვიწყებ მარტო ფიქს პერიოდიზაციაზე. იდეალურ შემთხვევაში ვიცი რომ ვარჯიშის შემდგომ, ვარჯიშამდეც მჭირდება ცილა, ანუ ამინომჟავების აუზი ესე ვეძახით, რაც სისხლში უნდა ცირკულირებდეს იმისთვის რომ ჩემი კუნთის სტრესი, რომელსაც კუნთი მიიღებს ვარჯიშის დროს, ადეკვატურად იყოს გადატანილი და მაგის შემდგომ, როცა იღება ანაბოლური ფანჯარა, ესე ვეძახით, ანუ შენების ფანჯარა, გაიგე ალბათ ვარჯიშის მერე ეგრევე ჭამეო. ხო, ანუ როცა კუნთი იწყებს გაზრდას, კუნთი იწყებს გაზრდას შენებას, თუ ვარჯიშის დროს იწყებს ბჭყალებში შლას, ესე არ არის, მაგრამ კატაბოლური პროცესია, მიდის ანთებითი პროცესები, ადგილობრივად დაზიანება, ვარჯიშის შემდგომ იწყება შენების ფაზა, ანუ ანაბოლური ფანჯარა. ეს ფანჯარა უმრავლესობა კაცისთვის არის 1 საათიდან 3 საათამდე, გააჩნია რა იყო ფიზიკური აქტივობა. ქალისთვის, როგორც ნახეთ, და ამაზე ვისაუბრეთ ჩემთან მერე პოდკასტში ქალებთან დაკავშირებით, ახლახანს იყო ის, რომ უფრო პატარა ეს ფანჯარა. ხო, საკმაოდ კარგი ეპიზოდი იყო და გირჩევთ რომ მოусმინოთ. კი, იმიტომ რომ ყოველთვის კითხვა ისმის და ქალებში რა ხდება? აი აქ შემოდის კითხვა, ფანჯარა უფრო მოკლეა. ანუ მით უმეტეს თუ უზმოდ ვარჯიშობ, ვარჯიშის მერე მალევე მინდა 1 საათში მოვასწრო. ისეთი საკვები, სადაც მაქვს ცილა, რომ ხელი შეუწყოს კუნთის მასის მატებას, ზრდას და აღდგენის პროცესს და ამასობაში მაქვს ნახრწყალი. ეს ორი კომბინაციაში იდეალურია ბრინჯი და ქათამი, ამიტომ იყო ყველაზე მარტივად და ამდენი ხანი გავრცელებული. უბრალოდ დარბაზებში მინახავს, როგორც კი გირს აგდებდნენ, მაშინვე ბრინჯი და ქათამი იყო, ესე რა მაგიდასთან მიდიოდნენ გასახდელში, მაგის საჭიროება არ მაქვს. ანაბოლური ფანჯარა ღიაა, კაცისთვის ახლობით 1-3 საათამდე, რაც უფრო მეტად ინტენსიური ვარჯიში იყო, მით უფრო მეტად დიდხანს ღიაა. ქალისთვის ცოტა მოკლე, მაგრამ გირი გავაგდე ხელიდან მაშინ ჭამა დავიწყე არა და ვჭამ თუ არა ვარჯიშის მერე ცილას, პასუხი კი. იდეალურ შემთხვევაში 1 ულუფა 20-30 გრამი ცილა. ხო, მაგრამ თქო ვარჯიშის მერე მე შევჭამ ის მოქმედებას ამდენხანში იწყებს, ის ყოლა გადამუშავდეს კურსში, გადავიდეს ნაწლავებში, ანუ ეფექტს ამდენხანში იძლევა. კარგი კითხვა, გააჩნია ცილის წყაროს და გააჩნია კომბინაციას. მოხარშული ქათამი მაგალითად. მოხარშული ქათამი, ის როგორ არის? თან ინდივიდუალურად რამდენ ხანს ყომდება. რამდენ ხანს ყომდება საშუალებელ სისტემაში, ეგ არის მთავარი კითხვა. მარტო მოხარშულ ქათამს როგორც წესი არ შევჭამ, რაღაცასთან ერთად შევჭამ და შეიძლება ის იყოს 90 წუთიდან 2 საათამდე პერიოდი. იმ ანაბოლურ ფანჯარაში მოიქცევა. ამიტომ და თუ ამას ვერ ვაკეთებ და ეგ ძალიან კაი კითხვა, მაგ კუთხით ბევრს არ დაუსვამს ეგ კითხვა ჩემთვის. მაშინ შეიძლება თუ ოდესმე უნდა მივიღო პროტეინის დანამატი და ვიცი რომ შესავსები მაქვს, დილით 16 კი არ დავიწყო, მივიწყო დილით კვარცხი და იქიდან წამოვიღო ცილები და კომფორტისთვის ვარჯიშის შემდგომ გავხსნა ერთ ჩემი ცილის შეიკი წყალში, რომელიც უფრო სწრაფი იქნება შეწოვის ნაწილში რძეში. თუ არ მინდა სწრაფი შეწოვა და მეტი, არ ვიცი, სიტყვა მინდა ან გემო მინდა ან მეტი ცილა მინდა რძიდანაც, აქ შეიძლება იყოს სწორი წერტილი შეწოვადობის სწრაფის ნაწილში პროტეინის შეიკი სტანდარტული whey protein იზოლატი, რომელიც საკმაოდ სწრაფად შეიწოვება, აქ შემიძლია გამოვიყენო. კარგი. ვარჯიშამდე რომ დავლიო და თქვა მე ეს ვაკეთებ თქო რომ აი დარბაზში რომ მივდივარ 1 საათი ადრე ვსვამ და მე მივდივარ, ანუ ეს მაინც იმოქმედებს თუ უკვე ეს არის. ხო, ეგეც სწორია. გასულია ასე. უბრალოდ კითხვა ისმის ვარჯიშამდე ბოლოს როდის ჭამ? ბოლოკვება როდის გაკ. დილით ჭამ რა, დილით უბრალოდ დილით ვარჯიშობ, რომ დგები პირველი ეს ვაკეთებ ვარჯიშია რა, აი საათ ნახევარში უკვე დარბაზში ვარ თქო მე მაქსიმუმ 2 საათში. მაშინ სწორია. უზმოდ
მივიღე პროტეინი და ვარჯიში დავიწყე საათნახევარში, სწორი გადაწყვეტილება. ხო, პროტეინის შეიძლება კიდე მე ეს ვაკეთებ ხოლმე ბანანი და ცოტა ჟოლო გაყინული თუ მაქვს ხოლმე. ამასთან ერთად რომ გემოცდა ცოტა ისიც კონდეს. ბანანიც კიდე რაღაც დამატებით რაღაც ენერგიის წყაროთ. კი. და ნოყიერება. ხელს ხარ უშლის პროტეინის ათვისებაში ეს. სისწრაფეს კი. მაგრამ სისწრაფეა შენი მიზანი? თუ სისწრაფეა შენი მიზანი, ჯობია წყალში. თუ არ არის სისწრაფე შენი მიზანი. წყალი, ბანანი, ჟოლო და ერთი ჩაყრა, ხო? ბანანი და ჟოლო თავის ნაწილში შეუშლის ხელს მცირედით. თუმცა არა ისე რომ გირჩიო რომ არ გაურიო. მე გირჩევდი რომ შევავსო ნუტრიენტებით, ნახშირწყლები რა არ მჭირდება ვარჯიშამდე, მით უმეტეს თუ უზმოდ ვიწყებ ვარჯიშს, ნახშირწყლები მჭირდება, მოცვი თუ ჟოლო მითხარი, ბოჭკოს იდეალური წყაროა, ძალიან კაი კომბინაცია, ამიტომ არ გამოვედევნებოდი სისწრაფეს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით წინაღამეს რაღაც მაინც გაქვს ნაჭამი, რომელიც შენს სისწრაფეს ხაჭოვან და ალბათ ხაჭობს ჩამ ხოლმე. ხო, რაღაცა გექნება წინაღამეს მიღებული, დილით რო იგუძებ, ძალიან კაი კომბინაცია, მაგას არ შევცვლიდე. თუ არ მინდა მაქსიმალურად სწრაფი შეწოვა, მაგრამ იშვიათად უნდა ხოლმე ადამიანს თუ სპორტულ აქტივობას არ მისდევს ძალიან პროფესიონალური დონით. პროფესიონალური დონით არა, მაგრამ ეხლა დავიწყოთ კროსფიტი. რომელიც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ძალას და კროსფიტიდან რომ მოდიხარ, კუნთები არის საშინელ დღეში. კი. მაგ დროსაც ჯობია ვარჯიშს მერე დავამატო უცებ პროტეინი თუ ვარჯიშამდე დავლია. ვარჯიშამ. იმიტომ რომ ბოდიში გაწყვეტინებ, აქამდე მიჩვეული ვიყავი, რომ უზმოზე ვარჯიშობდი ხოლმე, მაგრამ რაც კროსფიტი დავიწყე, უკვე ხვდები რომ აღარ მყოფნის ეს ენერგია და ცოტა ოდნავ მაინც საკვების მიღება დილით საჭიროა. თქვათ მაგალითად რაღაცა არაქისის კარაკი და რაღაცა ბრინჯის ხლებც რო ეძახიან, რაღაცა ეგეც ვხებულობ ხოლმე ყავასთან ერთად. და ჯობია ბოდიში დავლიო და წავიდე თუ ვივარჯიშო და მერე დავლიო ეს. კაი კითხვა, რეალურად მაგ კითხვას ჩავაჩოჩებდი გვერდზე და მთავარ კითხვას დავსვამდი პრიორიტეტს ნახშირწყლებზე გავაკეთებდი. ნახშირწყლების ყავა როდი შემოდის თამაში. იმიტომ რომ კროსფიტი მე სახში მოდივარ და სადილი თუ ლანჩი თუ რაც არის. იდეალურ შემთხვევაში ვარჯიშამდეც ნახშირწყლები შევსებული გაქვს, თუნდაც 3 საათით წინ აკვებით, ანუ კუნჩი გლიკოგენის მარაგი ადგილზე გაქვს, იმიტომ რომ კროსფიტი საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ნახშირწყლის ენერგიისთვის, იმიტომ რომ ინტენსიური ფიზიკური აქტივობაა. ხო, ვინც არის ეს კროსფიტი არის ძალიან მაღალ პულსზე ვარჯიშობ, დიდი დატვირთვა არის, მოკლე დროში გიწევს ძალიან დიდი მაღალ ინტენსიური სამუშაოს გაკეთებას ვთქვათ, ხო. კი, HIIT, ესე ვეძახეთ, მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში, რომელიც ნახშირწყლებზე მომუშავე ბჭყალებში ვარჯიშია, ამიტომ თუ ენერგიობას გრძნობ ცილას ეხა როგორც ვამ და კომფორტულად ხარ გადავტოვებდი და გავმახვილებთ ყურადღებას ნახშირწყლების მიღებაზე. თუ სადმე ენერგიობა ვიგრძენი ან ვარჯიშამდე დამაკლდა ნახშირწყლები, ან ვარჯიშის შემდგომ საკმარისად სწრაფად ვერ მოვახერხე გლიკოგენის მარაგის შევსება. გლიკოგენი, ანუ გავაკეთებდი ესე, მივიღებდი თუ უზმოდ არ ვარჯიშობ ცილის, ბანანის და ჟოლოს ბლენდს, იდეალურია. მაგის შემდგომ საკვებ პროტეინის წყაროს კი არ რახან ჭამ ნახშირწყლებთან ერთად პროტეინის საკვებ წყაროს შემოვიტანდი საქმეში და მაგით შევავსებდი რომ ვარჯიშამდე ცილა მექნება მიღებული ოღონდ დანამატის სახით და ვარჯიშის შემდგომ საკვების ცილის წყარო მექნება ნახშირწყლებთან ერთად გაერთიანებული კომბინაციაში. ეს მოგცეოდა შენ კლასი. გასაგებია. ერთ კიდე არსებობდა ესეთი წარმოდგენა, მე რაღაც წავიკითხე რომ ეს ძველი წარმოდგენაა და შეიცვალა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომ ერთ კვებაზე ადამიანს შეუძლია მარტო 30 გრამი პროტეინის მიღება. მაგრამ როცა გაქვს მისაღები დღეში 200, ისა რამდენი კვებაზე უნდა გადაანაწილო მაშინ, ანუ მაგიტო ყვებოდნენ 5ჯერ და 6ჯერ ეს ათლეტები. რომელიც თითქმის შეუძლებელია უმრავლესობა ადამიანისთვის თან ყველა კვებაზე 30 გრამი ცილა. 297 კილო ვარ, მე მგონი ბოლოს რა ვიწონე და სადღაც აი 190 გრამი მაინც მჭირდება. ინტენსიურად ვარჯიშობ და ახლობით 2.2 გრამზე ამრავლობ. ხო. სწორია. პასუხი არის არა, მითია. ეხლა რატომ მითი უნდა გავარჩიოთ ორი მიმართება. იწოვს თუ არა ერთ კვებაზე ჩემი ორგანიზმი 30 გრამზე მეტ ცილას. ეს არის კითხვა. და ვიძახით რომ მითია. იმიტომ რომ ორი ტერმინი გვერდება ხოლმე ერთმანეთში. ერთია შეწოვა, ანუ ათვისება და მეორეა გამოყენება. საიდანაც მოდის ეს მითი არის ის რომ ანაბოლური ფანჯარა წაღერაც გითხარით ერთ იხსნება ვარჯიშის შემდგომ ზღურბლი მაქვს რომელსაც ვუძახი ანაბოლურ ზღურბლს ანუ ზღურბლი რის შემდგომადაც მიღებულმა ცილამ იმპულს თუ მიუკაკუნა კუნთში ცილის სინთეზი რითიც უნდა აშენდეს კუნთი აქტიურდება აი ეს ზღურბლი გადაიკვეთება უმრავლესობა ადამიანისთვის 25-40 გრამი ცილის მიღებით ეხლა თუ 25-40 გრამი ცილის მიღებით გადაიკვეთება ანუ ვიფიქრებ რომ ერთ მიღებაზე, ხო? ამიტომ თუ ეს არის ნიშნული, აქედან მოდის მე მითი რომ ერთ კვებაზე ამდენს იწოვს მხოლოდ, ამდენს იყენებს. თუმცა 200 გრამი ცილა, რომელიც ერთ ჭამაზე მიირთვი, სად მიდის, სად ქრება? ხო, აი ეს უკვე კითხვა მიჩნდებოდა, ანუ ხო რა ურთქლდება? ვერ ურთქლდება, არ გვაქვს არსად სხვა ნაპრალი სადმე ცილა დამარაგდეს ან აურთქლდეს. ამიტომ
შეიწოვება ოღონდ უფრო ნელა, რომელიც ადეკვატური, მან კითხვა მოდის ახლა ათლეტები, რომლებიც დღეში ერთხელ იკვებებიან, OMED დიეტა ქვია 1 meal a day და არსებობს ესეთი ათლეტები. კითხვა ისმის, როგორ ინარჩუნებენ საერთოდ კუნთურ მასას, თუ დღეში ერთ კვებაზე უწევთ 200 გრამი ცილის მიღება. ათლეტები ერთხელ ჭამენ დღეში. ზოგიერთი. მაგრამ მათზე ვიცით, რომ კუნთურ მასას კი არ გამო პირიქით იმატებენ ადეკვატურ ვარჯიშთან ერთად. ანუ მე როცა დავსვამთ კითხვას, ეს მითი მოდის იქიდან, რომ ერთ ჯერზე შეიძლება დაჭირდეს 25-40 გრამი ცილა ამანაბოლური ზღურის გადაკვეთისთვის, მაგრამ შეწოვადობა გრძელდება, ნელდება, იმიტომ რომ ერთი ტახიდან ნახევარი თუ მაქვს ნაჭამი დიდი ხანი დაჭირდება ცილის შეწოვას, თუმცა წარმოიდგინე რომ მიიღე არ ვიცი ბანკში შემოგივიდა 200 ლარი, უნდა დახარჯო იმ წამს გჭირდება 30 ლარი და მე ნელ-ნელა ყოველდღე ხარჯავ და ამ დროს ყოველ საათში ხარჯავ შენი ორგანიზმი დამატებით 30 ლარს მაშინ როცა დაჭირდება. ამიტომ ერთ კვებაზე მეტი ცილის მიღება შეიწოვება, გამოიყენებს ორგანიზმი, გამოიყენებს ოღონდ უფრო გრძელვადიან პერიოდში. ხო, იმიტომ რომ სანაბური ფანჯარა იხსნება და იკეთება და გრძელდება. ზუსტად, გრძელდება მით უმეტეს თუ მეორე ვარჯიშის დრო მოუწია, იქ დღეში ორჯერ ვარჯიშობ, იქ ფიზიკურად აქტიური ვარ. და ამ მესობაში მე კითხვა ისმის, კარგი რჩევა იქნება? დილაბათობით არა, უმრავლესობა ადამიანს შებერავს, დააწვება, არის სიამოვნება, ენერგიას წარქმევის ზოგადად ძნელი არის გადასამუშავებლად ამდენი ცილა. ძნელი გადასამუშავებლად, მით უმეტეს ამასობაში მეტი ენერგია ხარჯება ადამიანის ორგანიზმის ცილის გადამუშავებაზე. ამიტომ ალბათ 200 გრამი ცილის მიღებას ერთ კვებაზე არ გირჩევდი, არც 100 გრამი ცილის მიღებას, მაგრამ თუ ისეთი დღე ჩავარდა, სადაც სხვა გზა არ გაქვს, ჯობია მიიღო ვიდრე არ მიიღო და ის ჯამური ოდენობა შეავსო და გაუძლო ამ დისკომფორტებს. სხვა შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევაში, როგორც თქვით, დღეში რამდენჯერაც უკვებები, ყველა კვებაზე ვანაწილებ დაახლოებით თანაბარი ოდენობით ცილას. იდეალურ შემთხვევაში. თუ დღეში უკვებები 3ჯერ და ერთი ხემსი მაქვს და მჭირდება 150 გრამი ცილა, 160 გრამი ცილა, ანუ 4ჯერ თუ უკვებები, 40 გრამი დამჭირდებოდა ყველა კვებაზე რომ მიმეღო. კარგი. თუ რომელიმე 4ჯერ უკვებები და ალბათ 50, მაგრამ ყველაზე ზუსტად 50 ვერ დასვამ. ზუსტად, მაგიტო შეიძლება ერთი საერთოდ არ მიიღო და 3-ზე გადაანაწილო შენი 160 გრამი. ან მიიღო უფრო მეტი წილი ორ ძირითად კვებაზე და 30 გრამი დატოვო ხემსზე, მაგალითად ხაჭოთი რძის პროდუქტით ან პროტეინის დანამატით, რომელსაც ამ კომბინაციაში გავუკეთებ. ამიტომ გული მქონდეს მშვიდად, მირჩევნია ვიფიქრო ჯამური ცილის ოდენობის შევსებაზე და მერე გადავიდეს ჩემი აზრი პერიოდიზაციაზე. თუ პერიოდიზაციას ვერ ვახერხებ, მივიღო ჯამური მაინც. ხო. პროტეინის დანამატის ფორმები ფხვნილი არის ყველაზე ეფექტური, არსებობს კიდე რაღაც თქვათ ბატონები, არსებობს ორცხობილები, რა ბევრნაირ ფორმაში გვხვდება, არის რაღაც დესერტები პროტეინის. ყველაზე ეფექტური რომელია? ხო, თუ ვისაუბრებთ კვლევებზე, რომლებიც ტარდება სპორტულ დანამატებზე, ყველა კვლევა, რომელიც სანდოობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას პირდება, ჩატარებულია პროტეინის ფხვნილზე. ამიტომ არ ვიცი, ვივარაუდებ, რომ ის ეფექტური იქნება, 30 გრამი ცილა მიღებული პროტეინის ბარისგანაც ისეთი ეფექტური იქნება. ხო, განსაკუთრებით პოპულარული ეს დესერტები, ესე თქვა, იოგურტივით ფორმა რო აქვს კონსისტენცია, ხო? ვარაუდობ, რომ ეფექტური იქნება, გარანტირებულ პასუხს ვერ გაძლევ, მაგრამ იმიტომ რომ ყველა კვლევა, რომელიც მომენტ რომ უსაფრთხო ეფექტურია, ჩატარებული პროტეინის ფხვნილზე. ამიტომ ხო, დიდად არ ვიდარდებდი, მაგრამ თუ ეფექტურობა მინდა მაქსიმალური, ფხვნილზე გავაკეთებდი აქცენტს. ხო, და ცნობილი ფაქტია, მაგრამ მაინც დავაზუსტებ, რომ პროტეინით ყველაზე მდიდარი საკვები, რაც მე ვიცოდი ყოველთვის არის რომ რაღაც ქათამი, საქონლის ხორცი, ორაგული. ცხოველური პროდუქტები, ცხოველური ხორცი. ალბათ, ხო? კი, ორგანოების ხორცი საკმაოდ მდიდარია. ისი? ორგანოების ხორცი, დასავლური კულტურა, კუჭმაჭი და ასე შემდგომ, ღვიძლი, კუჭი. ხო. მაგრამ ყველა ცხოველური ხორცი არის მდიდარი. ქათმის ფილეში რაც მომწონს არის ის, რომ კალორიებთან შეფარდებით მეტ ცილას მაძლევს. საქონლის ცხიმიანი ხორცნაჭერი მომცემდა ცილასაც და ამასობაში ცხიმსაც და შეიძლება კალორიებში არ მომეწონოს. სხვა შემთხვევაში ცხოველური ხორცის წყაროები იდეალურია, რაოდენობით წამყვანია, რძის პროდუქტები და კვერცხი. მოდის შემდგომ, რძის პროდუქტებში ხაჭო ალბათ, ხო? ხაჭო, რომელიც ყველაზე კონცენტრირებულია. მაწონსაც არ აუშავს, რძე უბრალოდ ბევრი დამჭირდება, ხაჭო ყველაზე კონცენტრირებულია. და ამის შემდგომ მოდის საქმეში მცენარეული კვების წყაროები, ცილის წყაროები. რომელია ყველაზე კარგი მცენარეული ცილის წყარო? ძირითადად პარკოსნები. ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოიო, ოსპი. მერე მოდიან ბურღულეულები, მე რო ბრინჯაო მგონი რომ ნახშირწყობს არ არა, ციალსაც ვიღებ, პურს ვუჭამ 100 გრამს, 10 გრამი ცილა აქვს საშუალო შიგნით და მე მოდიან ბოსტნეული რომელშიც ბროკოლიში ნახშირწყალთან ბოჭკოსთან ერთად ციალსაც ვიღებ. ამიტომ მცენარეული წყაროები მოდიან უბრალოდ რაოდენობით და ცილის ხარისხს რასაც ვეძახით. ეხლა რა ცილის ხარისხი? 9 ესენციური ამინომჟავა, წარმოიდგინე რომ შენ კუნთს ჭირდება საშენი კუბიკები. ეს საშენი კუბიკები აქვს 20/21 ლეგოს კუბიკები. ამ 20-ისგან
9 აქვს მეზობელს მხოლოდ დარჩენილი ყველა შენ გაქვს. ის 9 მეზობელმა თუ არ მოგიტანა, შენ სახლს ვერ აშენებ. აი ის 9 მეზობლის კუბიკები, რომლის გარეშე შენ სახლი სრულყოფილად ვერ გიშენდება, არის ის ესენციური ამინომჟავები, რომელიც უმრავლესობა ცხოველურ პროტეინშია, ან essential amino acids, ესეთი დანამატი არსებობს, ან და მცენარეულ წყაროში გამონაკლისის სახით. არის სოიოში, ზოგიერთზეც ვიძახი მაგალითად კინოას, კუსკუსის, ან წიწიბურას საც შეიძლება დავარქვა, რომ სრულია უბრალოდ ზოგიერთ ამინომჟავას იმდენად მცირედ შეიცავს, რომ არ მეთვლება იმ 9 კუბიკს ბოლომდე მაინც ვერ მაძლევს. ამიტომ აქაც არის განსხვავება. ერთი ცხოველური პროდუქტი მაძლევს უფრო მეტ ცილას, ვიდრე მცენარეული, მაგრამ მეორე ნაწილია აი ამ 9 კუბიკის, რომელიც უნდა ვინათხოვრო ყოველ ჯერზე კვებისგან, ან საკვები დანამატისგან, მათი ხარისხი, მათი რაოდენობა. ამიტომ რომ საქმე მიდგება ხოლმე საკვები დანამატების, მათ შორის პროტეინის ხარისხზე, ვიცით კვლავებით, რომ ვეგანური პროტეინის წყაროები ეფექტს მაძლევს, კი უბრალოდ კონკრეტული ესეთი კუბიკი, რომელსაც ვეიცახით ლეიცინს, რომელიც მთავარი ჩამრთველია. წარმოიდგინე, მყავს მუშაბი და მყავს პრარაბი. პრარაბის გარეშე რომ მუშაობას ვერ დაიწყებენ, აი ეს პრარაბი არის ჩემთვის გასაგებიის იყო შედარება. კი. ამ წამს მოვიფიქრე, მოგონი სწორი მიმართება. მოკლედ მივხვდით, ამ ტიპის გარეშე ვერ იწყებენ მუშაობას. ლეიცინი როგორც წესი, მაკლია მცენარეულ პროტეინის წყაროებში. ეფექტურია უფრო ნაკლებად ცხოველური წყაროები, მათ შორის პროტეინის დანამატის, ანუ პროტეინის დანამატი ცხოველური არის ვეი პროტეინი მაგალითად, იზოლატი, კონცენტრატი ან ასე შემდგომ, რძის ცილისგან მიღებული და მცენარეულ წყაროები. მაგრამ ახლა კითხვა ის ადამიანი, რომელიც ეთიკურ, მორალური ან რელიგიური მიზნების გამო არ იღებს ცხოველურ წყაროებს, მცენარეულიც არ მიიღოს, მაშინ არა. ესე არ არის საქმე, მცენარეულ პროტეინი თავის საქმეს გააკეთებს. სწორი კომბინაციით, სწორი დაკვირვებით შემიძლია იგივენაირად მოვიმატო კონტური მასა, იგივენაირად ჯანსაღი, ჯანმრთელი, ბედნიერი ვიყო, როგორც ცხოველური პროდუქტების მიღებისას. გაჩნია რატო ვაკეთებ და სად ვეძებოთ ცილა მცენარეულ წყაროზე თუ არ ექსკლუზიურად ამ კითხვას. აი კიდე ამაში არის ხომე ესეთი რაღაცა შედიხარ და დახზე რაღაც უყურებ ამ პროტეინებს, იზოლატი, რაღაცა კონცენტრატი, რაღაცა ყველა კარგი ბრენდია, მაგრამ მე რომელი მჭირდება მაგას კი კონსულტანტი გეჩვენოს ეს კაი ამისთვის, ეს კაი ამისთვის, მაგრამ მაინც ვერ ხვდები ვიბნები ხოლმე რა, რომელი ვირჩიო. კითხვა მთავარი არის შეწოვის სისწრაფე. რაც ვიცით არის ის, რომ ვეი პროტეინი, ზოგადად ვეი პროტეინი, ანუ ეს არის რძის შრატის ცილა. ერთი არის ეს და ასევე მაქვს ცილის ისეთი წყარო, რომელიც კაზეინს ვეძახით, რომელიც არის ასევე ძროხის რძის ცილა, უბრალოდ წარმოიდგინე 80% როხსა ხდება გადამუშავება და მისგან ფაუდერის მიღება, 80% კაზეინია, 20% შრატის პროტეინი. სისწრაფე, ეფექტურობა და აი იმ პრარაბის ლეიცინის ოდენობა ვეი პროტეინში, ანუ იზოლატი, უკაცრავად შრატის პროტეინში მეტია, ვიდრე კონცენტრატში. ამას სჭირდება დაახლოებით 6-8 საათი კონცენტრატს გადასამუშავებლად, ამას სჭირდება 1-2 საათამდე. მე რა განსხვავებული ფორმებიც არის. ამიტომ როგორც წესი, ყველაზე ფასთა ეფექტური, ამასობაში სწრაფი, ამასობაში დამტკიცებული whey პროტეინია, ზოგადად შრატის პროტეინი და მე საქმე შემოდის მაგაც რამდენიმე ფორმა. იზოლატი, შეიძლება იყოს კონცენტრატი, შეიძლება იყოს ჰიდროლიზებული ფორმა. ამ სამში რეგულარული მომხმარებლის დანაკლები განსხვავება, რომელსაც დავინახავ მივიღო. სისწრაფის მიხედვით მიყვება ესე. კონცენტრატი, ყველაზე გვიანი იზოლატებს შორის, შემდგომ whey პროტეინებს შორის, კონცენტრატი, იზოლატი, ჰიდროლიზებული ფორმა. ეს არის ყველაზე ნაკლებად სწრაფი, ყველაზე სწრაფი. მაგრამ რეგულარული მომხმარებლისთვის თითქმის მნიშვნელობა არ აქვს ამას, whey პროტეინი იზოლატს ნახულობ, მიხარია. ხო, ანუ ესე whey პროტეინის იზოლატი არის მაგაზე ვქონდეს. უმრავლესობა ადამიანისთვის ადეკვატური რაღაცა ათლეტებზე, ვისაც რაღაცა ოლიმპიადისთვის ემზადება. ზუსტად და ყველა წერტილი მნიშვნელოვანია ოპტიმიზაციისთვის. ხო. კარგი, კრეატინზე გადავიდეთ. კიდე ერთი ძალიან პოპულარული დანამატი. პირადად მე რაც გამომიცდია კრეატინმა ძალიან კარგი შედეგი მომცა, ისთვისაც იქნება ეს კუნთის მასის ზრდა თუ ძალის მომატება. ამბობენ რომ ასევე ძალიან კარგად გამოკლეული და ასე ვთქვათ ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მყოფი დანამატი არის. შენ როგორ უყურებ კრეატინს? თუ რაიმე უსაფრთხო და ეფექტური დანამატი გვაქვს სპორტულ სამყაროში, კრეატინს ვერ ჯობნის ვერც ერთი. ძალიან საინტერესო როგორ იცვლება სტანდარტები. მოდი, ჯერ ვთქვათ რა არის კრეატინი? კარგი თქვა. კრეატინი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კრეატინ მონოჰიდრატის სახით, როგორც წესი. კრეატინი წარმოიდგინე რომ არის ესეთ ცილის ნაზავი, ანუ ამინომჟავების კომბინაცია, ცილოვანი სტრუქტურა.
კრეატინი საქმე ჩემ ორგანიზმში არის დატენილი, დამჯდარი ბატარეის დატენვა, სწრაფად. განსხვავებულ ფიზიკურ აქტივობაში განსხვავებული ენერგიები გეხარჯება. ეხლა მაგალითად მე შენ რო ვხედავთ და საუბრობთ, ჩემი ორგანიზმი ენერგიისთვის იყენებს ნახშირწყლებს, ძირითადად მცირედი პროცენტით ცხიმოვან მჟავებს. უმრავლესობა ფიზიკურ აქტივობაში, რაც მაღალინტენსიურია, მათ შორის HIIT, რასაც შენაკეთებ, მათ შორის სირბილი, სპრინტი, ჯგუფური ფიზიკური აქტივობები, ფეხბურთი, კალათბურთი, ნახშირწყლებია ენერგიის ძირითადი წყარო. კარგი. ეხლა ნახშირწყლებამდე წარმოიდგინე, რომ ერთი უფრო სწრაფი ადამიანია, რომელიც ენერგიას გაძლევს. ეს არის კრეატინი. კრეატინი უჯრედში ენერგიის უეცარი მიღების გადატენვის წყაროა. მარტივად რო გითხრა, წარმოიდგინე, რომ გაქვს სამი ბურთულა. ამ სამ ბურთულას უძახით ATP-ს. ეს არის ენერგიის უნივერსალური წყარო. ენერგია რომ მივიღო, აი ეს სამი ბურთულა მქონდეს, ეს უნდა გაწყდეს. ანუ დამრჩეს ორი ბურთულა. კრეატინი არის ტიპი, რომელიც მოდის და კრეატინ მონოჰიდრატი კუნთში აი ამ მოძრაობას აკეთებს, ანუ თავის ბურთულას მაძლევს. და ეს გაწყვეტა და ენერგია თავიდან შემიძლია მალე ვაწარმოო. ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც არის ინტენსიური, სწრაფი და ძალისმიერი ერთად, მაგალითად სპრინტისას პირველი წამები როცა გავიქეცი, ძალისმიერი ვარჯიშისას აუწიე წონა, აი ესეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც საწყის პერიოდში 3-დან აფეთქებასაც ჭირდება ზუსტად, სწრაფი და ძლიერი ერთად. 3-დან წამამდე კრეატინი არის საქმეში ჩართული როგორც თავარი დონორი, რომელიც მაძლევს ისეთ წყაროს, რომელიც ენერგიას აღმიდგენს. ეს არის კრეატინ ფოსფატი, ესეთ სახით ხვდებით უჯრედულ დონეზე, მათ შორის კუნთში და მეხმარება სწორედ ისეთი აქტივობების დროს, რომელიც როგორც წეგამთქვი არის სწრაფი და ძლიერი ერთად ფიზიკური აქტივობის დაწყებისას პირველი 3-10 წამი. მერე საქმეში ნახშირწყლები შემოდის უფრო მეტად და რაც უფრო დრო მიდის, უფრო მეტად შემოდის მერე ცხიმოვანი მჟავები საქმეში. თუ ეს დონორია ჩემი კრეატინი, კითხვა ისმის, საკოპწყაროებში ხვდები? პასუხია კი. ექსკლუზიურად ცხოველურში ხვდები, როგორც წესი ხორცში, მცირე ოდენობით რძის პროდუქტებში. ამიტომ ძირითადად ხორცია კრეატინის კარგი წყარო, მათ შორის წითელი ხორცი. ადამიანი, რომელიც საკმარის კრეატინს არ მოიხმარს, უნახულობის ადამიანის პასუხია კი, დიდი ალბათობით ადამიანი, ვინც ან ექსკლუზიურად მცენარეულ კვებისწყლს მიყვება, ან ქაუტურად მიყვება ზოგადად დაბალანსებულ კვებას და ცილას არ აკონტროლებს, არ აქცევს ყურადღებას. კრეატინის დანამატზე თუ ვიცით რამე, არ ვიცით, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დანამატი, როგორც პროტეინი, არც კრეატინი არ გაგეთიშავს ცირკმელს, თავარი არსებული პრობლემა არ გქონდეს, ეგეთი მითი მოყვება არ და რეალურად კრეატინს ყოველდღურად მოიხმარს ადამიანის ორგანიზმი. ანუ ეს ბოდიში ეს თუ სწორად მახსოვს ამბობენ, რომ ანუ კრეატინი ორგანიზმში წყალს აკავებს კუნთში, ამიტომ უფრო მეტი წყლის მაგიწევს და თუ მეტი ბევრი წყალი არ დალიე, შეიძლება რა თირკმელზე პრობლემა გამოიწვევს. ანუ ეს არის არასწორი შეხედულება. არასწორი შეხედულება. თუ რამე კონკრეტული არ ჭირს თირკმელს, ჯანმრთელ თირკმელზე ვსაუბრობ. კი, მაგრამ კრეატინს ადეკვატურ ოდენობას სითხდება ყოლო. ეხლა ეს ადენობა სითხე ადეკვატური რამდენია? დამატებით 1 ლიტრა? პასუხი არა. ერთი სავსე ჭიქა ეხლა ის რაც დამიდე ალბათ იქნება 300 მილილიტრი, რო გავავსო 300 და 500 მილილიტრამდე ერთი პორცია წყალი თუ მივიღე კრეატინთან ერთად, იდეალური, ანუ არ არის საუბარი 10 ლიტრა წყლის დამატებით მიღებაზე. კრეატინი აკავებს ორგანიზმში სითხეს, ოღონდ კუნთებში. ორგანიზმის დონეზე მცირედი დეჰიდრატაციული ეფექტი აქვს. შეიძლება პირიქით შარდის გამოყოფა გაზარდოს. ამიტომ წარმოიდგინეთ, თუ ისე წერტილში ვარ, სადაც მეტი წყალი მჭირდება და ამასობაში გაზრდილია გამოყოფა, ამ დროს მჭირდება მეტი სითხე ზუსტად. უბრალოდ რაც უფრო ჰაბიტუალური მომხმარებლები ვართ კრეატინის. ანუ გუშინ წინ კი არ დავიწყე, ბოლო წელი აქტიურად მოვიხმარ, ეს შარდმდენი ეფექტი განილება ხოლმე როგორც წესი. ამიტომ ბევრ სითხესთან ერთად, ბევრი რამდენია, რამდენი წელი გითხარით, ადეკვატური ოდენობით სითხესთან ერთად, პრობლემას არ ველოდები რომ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ვაკონტროლებ ჩემ ჯანმრთელობას, როგორც ყოველთვის მივდივარ ექიმთან და ვიკეთებ რეგულარულ ანალიზებს. ეხლა რა არის საინტერესო, ეს რასაც ეხლა ვიძახით, ეს ხმამაღლა და ეს ყველგან კრეატინის სარგებელზე არ იყო ყოველთვის ესე, ანუ ვიცვლობა სტანდარტები. ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიასთან გვაქვს პარტნიორობა და შევხვდით წინა წელს და გაიხსენეს 30 წლის წინ ნამდვილი ამბავი, როცა კრეატინზე ამდენი კვლევა არ გქონდა და მაშინ როცა თერმოგენიკებით, ანუ ცხიმის წვისთვის თერმოგენიკი დანამატებით გულსიზაფხვა სისტემის პრობლემები უჩნდებოდა ხალხს იმ დროს, როცა ვიღაცა კრეატინს სვამდა, ეკითხებოდნენ გიჟი ხო ხარ კრეატინს რა გასმევს. როგორ შეიცვალა სტანდარტები 30 წელიწადში. ამიტომ კვლევები იცვლება და გვჭირდება დავეწიოთ. მუდმივად განვითარება დარგში ვართ და საკვებ დანამატებში არც ყოველდღე შევდივარ, ახალი საკვები დანამატი ვარდება. რასაც გურჩევ და კარგი იქნება თუ description-ში შავლინკავთ, NIH-ის, ეს არის National Institute of Health-ის კონკრეტული გვერდი,
supplement-ების fact-check-ი თუ გინდათ გააკეთოთ, უსაფრთხოების, ეფექტურობის და მიღების წესთან დაკავშირებით NIH-ის გამოგიგზავნილ ლინკს კი, ჩავამატებ ფოცულად აღწერაში. თითქმის ყველა დანამატი პოვით, რაზეც კი აზრი გაჩენილა. უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე, მიღების ნორმებზე. იმიტომ რომ ამის გარდა კიდევ ბევრი დანამატი იქნება, რომელიც ალბათ შემსმენელს და მაყურებელს აწუხებს. ამიტომ ეს არის ჩემთვის, არ ვიცი, ოქროს სტანდარტი, როცა რამე დანამატის გადამოწმობა მინდა, თუ რამე არ გამიგია და ახალია. კრეატინსაც ხოლმე ესე ვებობ ხოლმე რომ პროტეინის შეიკრას ვახსენე იმაში კიდე ერთ სკუპს ასე ვთქვათ ერთ პატარა 5 გრამიანი თავის კორზეაც მოყვება იმას შეგიძლია ხო რამდენი გრამზე ხო კიდე სადაც რამდენი გრამი გჭირდება დღეში არის ესეთი წარმოდგენა მოდი ჯერ ვთქვათ და მე იმაზე მივიდეთ 5 გრამი ვიცი მე რომ ერთი მაგიტორი ზუსტად მაგზომის ეს კორზე დღეში 5 გრამი თუ წონას გააჩნია და უმრავლესობას ხო კი უმრავლესობას დასრულ ხალხს დაჭირდება დღეში 3-5 გრამამდე უმრავლესობას დასრულ კაცს დაჭირდება 5-დან 7 გრამამდე. ძველი მიდგომით ჩატვირთვის ფაზას ეძახდნენ 25-30 გრამი კრეატინის მიღებას, რაც იყო მიდგომა, სადაც ნახეთ, ეხლა რატო ვტვირთავ. წაგან გითხარით რომ ეს კრეატინი არის დონორი. მოდიში ჩატვირთვის ფაზას ეძახდნენ, რომ თუ არ სვავდი კრეატინს აქამდე გადაწყვიტე დაიწყო დალევა, ყოველდღე უფრო მეტი დოზა მიიღო რომ შენში აიწიოს კრეატინის მარაგმა და მე გადახვიდე დაბლ დოზებზე. დაბლ დოზებზე. ეს ყოველდღიურობა იყო დაახლოებით 1 კვირა, 2 კვირა. ხო, ასე იყო ადრე წარმოდგენა რომ ისე უნდა გაგეწყო კრეატინის მიღება. კი, და როგორც წესი ათლეტების მსგავს სტილს მიუყვებოდნენ. ეხლა რატო აკეთებდნენ ამას? იმიტომ რომ ჩემი კრეატინი არის წაგან გითხარით დონორია. რომელიც კუნთის ქსოვილში უჯრედულ დონეზე მოქმედებს როგორც ენერგიის უეცარი წყარო. ამ კუნთში ქსოვილში კრეატინის გაჯერება სჭირდება დრო. შესაბამისად, რაც ვიცით არის ის რომ ეფექტურობით ხო ორივე გზა ჩატვირთვა, ანუ ვიღებ 20-30 გრამ კრეატინს 2 კვირა და მერე გადავდივარ 5-ზე, თუ ვიწყებ 5 გრამით და ვაგრძელებ 5 გრამით, ეფექტურობა ერთნაირი იქნება, მცირედ იქნება განსხვავებული დრო. ანუ დაახლოებით 2 კვირა ჭირდება კუნთის კრეატინით გაჯერებას ისეც და ასეც, ცოტა უფრო სწრაფად მოხდება ჩატვირთვის ფაზით, ცოტა უფრო ნელა მოხდება ადეკვატური ოდენობებით, თუმცა ბევრი ადამიანისთვის 25-30 გრამი კრეატინი დიდი ფულუფაა, მით უმეტეს როცა შეწოვა რთულდება, შეიძლება შემბეროს, დისკომფორტი მომცეს, ამიტომ ათლეტი თუ არ მეუბნება რომ არ ვიცი, აქედან 6 თვეში შეჯიბრზე ვარ გამოსასვლელი, დიდი ალბათობით უმრავლესობა ადამიანისთვის ჩატვირთვის ფაზით დაწყება აღარ არის რეკომენდებული, 5-7 გრამი დღეში კაცებისთვის უმრავლესობისთვის 3-5 გრამი ქალისთვის ყოველდღიური მიღებით არის ადეკვატური. როდის ვიგრძნობ კრეატინის ეფექტს, რომელიც არის სუბიექტური და ამასობაში ძალის გაძლიერება და კუნთური მასის მატება დაახლოებით აი ამ დროს როცა გაჯერდება 2 კვირის შუალედში. როგორია ეს რა უნდა ვიგრძნო? თუ 10 კილოგრამიან გირს წევდი მარჯვენა ბიცეპსით 10 ჯერ, შეიძლება ახლა ავწიო 12 ჯერ, 11 ჯერ. შეიძლება ავწიო 11 კილოგრამიანი 11 ჯერ. რომელიც მეუბნება იმას, რომ უფრო მეტი სტრესი მიდის კუნთთან, შესაბამისად უფრო მეტი კუნთი შენდება სტრესის მერე. ანუ კუნთის მასის მატება ერთი იქიდან არის რომ წყალი შედის ქსოვილში, მაგრამ თვითონ კუნთოვანი ქსოვილის მატება ხდება იმიტომ რომ მეტი სტრესი შემიძლია დავიტიო, იმიტომ რომ დონორი მაქვს რომელიც ენერგიას მაძლევს. შესაბამისად 5 გრამი კრეატინი უმრავლესობა ადამიანისთვის ყოველდღიური მოხმარებით ადეკვატური რჩევაა და კითხვა ისმის ყოველდღე ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის მერე. პასუხია ყოველდღეზე კი ყოველდღე, იმიტომ რომ ჭირდება 2 კვირა დაახლოებით გაჯერებას, კრეატინი თუ გამომრჩა არ აუშავს, მაგრამ დაახლოებით 1 კვირა ჭირდება რომ მიღების შეწყბეთის მერე ისევ დაუბრუნდეს საწყის წერტილს, როდის ველოდო ეფექტს დაახლოებით 2 კვირაში, სუბიექტური განცდის ზონაზე და მეორე კითხვა ვარჯიშამ თუ ვარჯიშის მერე, იმიტომ რომ კრეატინი არის გაჯერებაზე ორიენტირებული, ანუ ყავადავლია ენერგია მომცა არის ყავა, სტიმულანტი, კრეატინს ჭირდება გაჯერება, კვლევები არ მეუბნება რომელიმე პერიოდიზაციის უპირატესობას ვარჯიშამდე ვარჯიშის მერე, თუ ვარჯიშის მერე ნახევარწლებს დავამატებ, იდეალურ შემთხვევაში კრეატინი გლუკოზასთან ერთად უფრო ეფექტურად ჯდება კუნთებში, კრეატინი გლუკოზას და გლუკოზა კრეატინს ეხმარება კუნთში შევიდეს და მერე გლიკოგენის მარაგის აღემდგინოს. იდეალურ შემთხვევაში ვარჯიშის მერე ნახევარწლოვან პროდუქტთან ერთად თუ მოხდება მშვენიერი, სხვა შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვარჯიშამდე იქნება თუ ვარჯიშის მერე კრეატინის მიღებას. ხო, მაგრამ თქვათ სადილთან ერთად კრეატინი ძირითადად არის ზოგადად ფხვნილის სახით და სადილთან ერთად ჭექაში წყალში უნდა გავხსნათ. საული კრეატინი მიურთუს ადილი. ხო. ესე იგი, კიდე არის ხოლმე რაღაც ჟელი ბუნები და რაღაცები, მაგრამ მაგათი ეფექტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხო, კი, ერთხელ საჩუქრად მოყარა ვიყიდი და გემრიელი კი იყო, მაგრამ ეფექტურამდე იყო. ჟელი ბუნებით ნაკლებად განსხვავებული კრეატინის ფორმებია. მე მაგალითად რატომღაც არ მსიამოვნებს კრეატინის ფხვნილის სახით დალევა, რომ იცოდეთ არის უსუნო, უფერო, უგემური, რომელიც მოსულა უბრალოდ მე არ მსიამოვნებდა და ერთხელ გერმანიის FIBOS
კონფერენციაზე და იმაზე ვნახე კრეატინი, რომელიც იყო ტაბლეტებით. ძალიან დიდი, წარმოგიდგენთ დიდი თეთრი ტაბლეტი, დაახლოებით ცოტა პატარა დიამეტრში, რომელსაც სვამ რატომღაც არ წავიკითხე მოხმარების წესი. ხო იცი, რა ქვია, თავისას რო არაფერს არ აკვირდებიან ხოლმე. არ წავიღდი მოხმარების წესი და რო გადავყვა წლით. აი, მეგონა რომ დავიხრჩობოდი. ეგრე გავაკეთე ორჯერ და მე მივხვდი რომ ესე არ უნდა მტკიოდეს და ჯობია ჩავხედო. თურმე არის ისეთი აბი, რომელიც პირში ნერწთან ერთად იშლება. წყალში არ იხსნება, იშლება. და ანუ ძალიან სასიამოვნო მისაღები იყო. ამასობაში ეტიკეტს ჩავხედე 5 გრამ ნახევარწყლს შეისავდა თითო პორცია და ის კონცეფცია წინარაც გითხარი რომ ნახევარწყლი და კრეატინი ერთმანეთთან მეგობრობენ. იდეალური კომბინაცია იყო, ამიტომ თუ ვინმეს ფხვნილის სახით ვერ სვამს, სხვა ვარიანტებიც არსებობს, კაფსულების ფორმითაც არსებობს, რაც კრეატინი და გადაყლაპავ. ბანანთან ერთად შეიქში ჩაყრი ხნარში წყალი. ეგეც ნახევარწყლები, იდეალური კომბინაცია. კი, ცოტა დაგვიანება შეწოვას და რაც მინდა გააკეთოთ არის რომ კრეატინის რო გახსნი რაღაცაში წყალში, რძეში ან ბანანში ერთად, რომ გახსნი და დააბლენდერებ, იქვე მიირთვი. ხო, ეგრე. ხო, დღის ბოლოს ჩამოვიტოვე კრეატინს არ უყვარს მსგავსი დიდი ხნით დაყოვნება სითხეში და წყალში. ხო, ამიტომ მარალო მიირთვი. ეხლა ყავა ახსენე და ყავა ენერგიას იძლევა? ხო, კაი კითხვა. თუ ეფექტს იძლევა, გამოგაფხიზლებს, უბრალოდ ყავას აინდა მოიტანოს ენერგია. იმიტომ რომ ენერგიას რა გაძლევს? საჭმელი და სასმელი. კი, საჭმელი და სასმელი. ჭამას მაგადოს ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ გამიხარდებოდა გარეთ მზეზე ფოტოსინთეზის უნარი მქონდეს, არ მოქვს. ამიტომ ჭამა და სმა მაძლევს, ოღონდ სმაშიც კალორიების შემცველი სითხე. ეგრეთ წყალით სუბიექტურად ენერგიას მისდის, მაგრამ კალორიების წყარო არ არის. კოფეინი არის სტიმულანტი, თავს მაგრძნობინებს უფრო ენერგიულად. ენერგიას არ მაძლევს, მაგრამ დაღლილობას მიმცირებს, ნასა აღიარებს როგორც დაღლილობის შემომცირებელ ერთ-ერთ საუკეთესო დანამატს. მეც ესე მეგონა ადრე რომ ენერგიის წყაროა უფრო შაქრიანი ყავა, შაქარსა აქვს. ან ტორტთან ერთად მომივირთ. მაგრამ თვითონ ყავა არის რაღაცა ძილის და დაღლილობის შეგრძნებას გითიშავს. ზუსტად. რაღაც ერთამდე სანამ აღარ გითიშავს და მე შენ გაითიშები. კი, ცოტა გატყუებს. რომელიც სპორტულ პროცესში ალბათ ამიხმაროს. მე მიყვარს დილით ყავას ყოველთვის ვარჯიშამდე. გაგიმარჯოს ღმერთმა, იდეალური ვარჯიშამდე 45 წუთი ადრე კოფეინი, ერთი ჭიქა და ბანანი მით უმეტეს პროტეინთან ერთად იდეალური დასაწყისია უზმო პროცესის დრო არ დაიწყო ვარჯიში თუ ეფექტურად გინდა ივარჯიშო იდეალური კომბინაცია ვარჯიშამდე 40-45 წუთი ადრე ერთი ბანანი ყავა პროტეინის კომბინაცია სასწაულებს გააკეთებს. ზემოდან კრეატინი და ისა ხო ეხლა დავფიქრე ძალიან ბევრი რაღაცას ვღებულობთ და ისიც დავამატე კიდევ ბრინჯის ხრებციდან არაქისის კარაქი რომელიც გოდისო დატენილი მე მგონი რა სუბუქად შევჭამხომე და მე ეხლა დავუკვირდი დატენილი მიდიხარ ისეთ ვარჯიშზე სადაც დატენილი მომიხვიდე ამიტომ ყველაფერს სწორად აკეთებ არაქისის კარაქიც როგორც პროდუქტი ცხიმის წყაროთან დაგანაყრებ ცოტას ხო პროტეინის ცილებს ცილცაკ ძირითადად უფრო მეტ ცხიმის მოგცემს უძრე პროტეინს მაგრამ სადღაც პროტეინი წერია სხვა ეფექტი თუ აქვს კიდე რამე კრეატინს ცოტა ხნის წინ უსმენდი Diary of CEO არის ესეთი ცნობილი პოდკასტი ძალიან იქ იყო ერთი დოქტორ რონდა პატრიკი და ცნობილია ჯო როგანთანაც ბევრჯერ ყოფილა და ამ თემებზე ხშირად ლაპარაკობს საკობ დანამატების სოფლიოში ეს არის ქალღმერთად ითქვა ხო ეგეთი რეპუტაცია აქვს კი იმიტომ რომ ყოველთვის აკეთებს საკმაოდ ინტენსიურად ხო და ისაუბრობდა რომ უკანასკნელ პერიოდში დაიწყო კრეატინის მოხმარება და როგორი სასარგებლოა კრეატინი და ამბობდა რომ ტვინზეც კი ძალიან დადებით ეფექტი აქვს და მე დღეში 25 გრამ პროტეინზე ვარ ასულია და ვიგრძენიო რომ ხელა ბენეფიტი მომცავდა ხო, ძალიან საინტერესოა. საკმარის ყოლები არ გვაქვს, მაგრამ რა არის? ეხლა ნახეთ, როცა საკოლობზე მიდგება, ყოველთვის ერთი ფეხი უნდა გვიდგას მტკიცებულობაზე და ფუძნებულ პრაქტიკებში, რაც უკვე ვიცით. და ერთი ფეხი გარეთ უნდა ქონდეს გამოყოფილი, აბა რამე სიახლე არ გამომჩეს, იმიტომ რომ შემთხვევაში ვერ განვითარდები. ეს არ ვარ ყოფილიყო კრეატინამდეც ვერ მოვიდოდი. ამიტომ კრეატინზე რაც ვიცი არის ის, რომ ის ეფექტები აქ რაღაც გითხარი, მაგრამ კუნთის მერე კრეატინი რასაც ჭირდება, რომელ ორგანოსაც ჭირდება არის შენი ტვინი. კრეატინი მიზრდის ფოკუსს მეხმარება ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფეში დამახსოვრებაში. როგორც წესი, ახალი კვლევები მაქვს საკმაოდ საინტერესო და იმედისმომცემი, სადაც კრეატინის მაღალმა დოზებმა, აი ჩატვირთვისთვის რაც გითხარი, მაგდენმა დაახლოებით 25-30 გრამმა გამოიწვია კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესება, მოკლე და გრძელვადიანი მახსოვრობის გაუმჯობესება. და ამასობაში გამოიწვია სამუშაო მეხსიერებას უძახით, აი მულტიტასკინგი რო გიწევს ორ ეკრანს შორის რაღაცებს გადატანა, პოდკასტის დაჭრა, მიჭრა, მოჭრა, ზარზე პასუხი. ამაში დამეხმარა, ოღონდ ვისთვის აქ არის კითხვის ნიშანი, ვის ეხმარება ყველაზე მეტად კოგნიტურ ფუნქციებში კრეატინი. კვლევების შეჯამებით ნახეთ, რომ მეხმარება თუ ვარ ვეგანი და არასაკმარისად ვიღებდი კრეატინს, კრეატინის ნორმის შევსება სასწაულებს აკეთებს, თუ ვარ ქალი, მით უმეტეს სპორტსმენი ქალი,
და თუ არ ასაკი 50 წელს ზემოთ, ანუ ბოდიში დავაკონკრეტებ სპორტსმენ ქალში იგულისხმება პროფესიონალი ათლეტი თუ აქტიურად სპორტით დარბაზში დადის და მათ შორის და თუ არ ასაკოვანი გაჩენს ასაკოვანს 50 წელი და ზევით ალბათ 60 წლის ადამიანებზე როცა შედარდა კვლევა ყველაზე კარგად კოგნიტიური უნარები გამიმჯობესა ვეგან ქალ ასაკოვან ადამიანებში მე დამეხმარება სპორტსმენი და სპორტსმენში და მე დამეხმარება პასუხია სანსენტერს კვლევა იყო სადაც ნახეს რომ 2 საათის უძილობა ამ წარმოიდგინე დღეში უნდა მეძინოს 8 საათი და მეძინა 5 საათი გადავათენე ახლა ახალი წლები მოდის არ ვიცი მომიწია გადათენება უძილობის ნეგატიური კოგნიტიური ეფექტები არის ცნობილი თან ძალიან შესამჩნევი უძილოღამის მე როგორ ხარ დიდი აბლთობით ხალისი არ გაქვს არაფრის სუბიექტური განცდა ენერგიის ნაკლები გაქვს ნაკლებად ვარჯიშობ მეტად მიირთმევ ცხიმებიან და ნახევარწლოვების მქონე საკვებს ამ ეს ყველაფერი ერთი ღამის უძილობა ერთმა ულუფა 20-30 გრამმა პროტეინმა დააბალანსა კრეატინმა უცრავად რომელიც არის სასწაულმოქმედი იმ დღესვე რომ მიიღე იმან ეგეთი ეფექტი ერთშერადმა მიიღება ეს იყო ჩემთვის ყველაზე იმედის მომცემი იმიტომ რომ უძილობა გვიწევს ხოლმე რამემ შეიძლება დაიმბალანსოს, შეიძლება კრეატინა დაიმბალანსოს, სხვა არც ერთ საკუპი დანამატი არ მაქვს, რომელიც უძილობის ეფექტს მიბალანსებდა კოგნიტურ ნაწილში. ყავას დავლევ მეც. ანუ ენერგიულად გაგზნობინებ, ანუ ხო რა, უძილობის პრობლემაც არის, ენერგია გაკლია. ენერგია გაკლია, როგორც ნამდვილად ფიზიოლოგიურად, ისევე სუბიექტური განცდა გაქვს ენერგიის, მაგრამ როცა ვაკეთებ, ყავს სვამ. ყავა მეხმარება 1 საათი, მატყუებს, მე ისე მომწყვიტავს თავს. კრეატინზე ისეთი კვლევები არის ჩემთვის ძალიან იმედის მომცემი. რეკომენდაციას ვერ ვაძლევ ვერავის, იმიტომ რომ საკმარისი სანდოობის კვლევები არ მაქვს ბევრ ადამიანზე ჩატარებული კონტროლებადი, რაც მაქვს მე კრეატინს მოვიხმარ, მაშინ როცა უძილოღამე მაქვს მოვიხმარ დიდი ოდენობით კრეატინს, ოღონდ არ ვიზლები არავის სხვაზე რეკომენდაციას, იმიტომ რომ მტკიცებულობას დაფუძნებით ჯერ არ მაქვს, რაც ვიცით და კუნთურმას მეტებაზე რაც გითხარ, ეგ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევებია. ეს რონდა პატრიკი ერთ-ერთი რომელიც ამ კვლევების ინიციატორია, თუმცა ბევრი სხვა უნივერსიტეტი ატარებს კვლევას კონტროლერებაც კრეატინზე, ბევრი რამ მოგოცნება ალბათ 1-2 წლის შუალედში. ანუ რონდა პატრიკს დაუჯეროთ ხოლმე. უმეტესობას რასაც ძახის ადეკვატურ სიძახის. ხო, ანუ ესე იგი კრეატინი და პროტეინი გავარკვიეთ რომ უსაფრთხოარი და ეფექტური გვეხმარება, შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. პროტეინის შემთხვევაში თუ შეიძლება და საკვები ცვლად მიგვეღო, კრეატინითაც შეიძლება აი ეს უკვე კარგი კითხვაა და აქ შემოდის განსხვავება. ხო, აი თუ აქტიურად ვარჯიშობ, ძალიან კარგი კითხვაა. აი ასე რჩევათ რომ კონდეს პროტეინი ვიყიდოთ თუ კრეატინი რომელი ჯობია. პროტეინს საკვებით ვისებ, პროტეინს შევისებდი საკვებით და კრეატინს დავიმატებდი. იმიტომ რომ დიდი ალბათობით საკვებიდან იმოდენობა კრეატინს ვერ მივიღებ რომ გამიჯეროს კუნთის ქსოვილი. იქ ხო ვიძახდი ღიური ულუფა შევავსო. აქ არის რა კუნთიც მაქვს ის გავაჯერო მეტად. და მე რეკითხო რომ ისმის რამდენი კრეატინი მჭირდება, მარტო წონაზე კი არის დამოკიდებული, კუნთის მასაზეა დამოკიდებული. შეიძლება 80 კილოგრამიდან მიყავდეს 2, ერთს კონდეს მეტი კუნთი, მეორეს ნაკლებად. რაც უფრო მეტია კუნთური ქსოვილი, მით უფრო მეტი კრეატინით გაჯერება შეუძლია. საკვებით კრეატინი ისე გავიჯერო რომ დანამატის ეფექტი მივიღო ნაკლებად. ამიტომ აი ეს ორი განსხვავება აქ არის პროტეინს თუ ვიღებ საკვებით და ერთ რომელიმე დანამატი უნდა ვირჩიო, კრეატინს დავიწყებდი და ვეცდებოდი პროტეინის საკვებით მივიღო. და ამასობაში პროტეინის საკვებით მივიღებდი, კრეატინის დოზებსაც შევივსებდი ნაწილობრივ ცხოველურ პროდუქტებს მივირთებოდი. ამიტომ ძალიან კაი კითხვაა და კრეატინს ყოველთვის ვირჩევ რომ დავამატო, იმიტომ რომ მაქსიმალურად გავაჯერო კუნთი. ხო, არსებობს ისეთ პროტეინები, რომ კრეატინსაც შეიცავდეს დანამატები. სხვა შორის არსებობს, მაგას ეძახიან გეინერებს. და სხვა შორის იმ consumer report-ში ტოპში მტყუი შემცველობის გეინერი ბევრი კალორიაა. გეინერი შეიცავს კალორიებს, ცხიმებს შეიცავს ამასობაში ბევრ სხვა ვიტამინს და მინერალს და ამასობაში შეიცავს ცილას და კრეატინს როგორც წესი. არ მიყვარს გეინერის ვინმესთვის რჩევა, იმიტომ რომ რა შეიცავს და მე რა მინდა ერთმანეთს ცდება ხოლმე. ამიტომ ცალკე ვიცი რომ კრეატინ მონოჰიდრატი რომელიც ფასთა შეტარებით ყველაზე ეფექტურია. ну აი დავходით ფასი რო ვთქვათ 50-60 ულუფიანი ღირს 80-100 ლარი შეიძლება 120 წიდეს ყველაზე მაღალი დონის ერთი თვის ულუფა შეიძლება ჩათვალო არის დაახლოებით 50 ლარი ხო ეგეთი იაფი საკვები დანამატი ესეთი ეფექტური არ არსებობს ბაზარზე არის სხვანაირი კრეატინებით გეტყვიან რომ ეს უფრო ეფექტურიაო კვლევებით არ მტკიცდება არ დაუჯეროთ ფასთა ეფექტურობით კრეატინ მონოჰიდრატი არის მეფე ამიტომ ვირჩევდი რომ პროტეინი ცალკე ვიყიდო რომელიც მინდა კრეატინი ცალკე ვიყიდო და თუ ერთად ვიღებ ერთად გავურიო ვიდრე კომბინაციაში მივიღო სადღაც რაღაც დამაკლდება რომ კონტროლშიც მე არ ვიქნები გასაგებია აქ პროტეინის შემთხვევაში თუ იყო ესეთი რომ კილოგრამზე გრამ ნახევარი ვიანგარიშთან მეტი აქ როგორ არის ანუ ფორმულა არსებობს
არსებობს ფორმულა წონიდან გამომდინარე, მაგრამ უფრო ზუსტი ფორმულა არსებობს კუნთის მასიდან გამომდინარე. იმიტომ რომ უმრავლესობა ადამიანმა იცის თავისი წონა და არ იცის კუნთის კილოგრამობა, უმრავლესობა ადამიანისთვის ამ კოეფიციენტებში არ შემოვიდოდი და ვიტყოდი 3-5 გრამი ქალისთვის, 5-7 გრამი კაცისთვის. თუ თქვენი მასა, ფიზიკური აქტივობის სტილი და კუნთური მასა გამორჩეულია სხვა კაცებისგან, რომელიც თქვენ გავაგვანან, ანუ ფიზიკურად ის თქვენი სიმაღლე აქვს, თქვენი წონა აქვს, მაგრამ შენ ცალსახად მეტი კუნთი გაქვს, შეიძლება 10 გრამამდე ავსულიყავი ყოველდღიურად. ასე დავყოფდი, იმიტომ რომ პლუს მინუს კრეატინის სხვა წყაროებიდანაც მივიღებ და რომ გავზარდო დოზა ან ჩამოურჩე 1 გრამი არაფერი დიდი განსხვავება, ამიტომ აქ კოეფიციენტებში არ შემოვიდოდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩემი კუნთური მასა ვიცოდე, წონის მიღმა. უმრავლესობა ადამიანს არ იცის, ამიტომ 3-5 გრამი, 5-7 გრამი, თუ ძალიან მაღალი კუნთური მასის მქონე ხალი ვარ, შეიძლება 7 გრამი დამჭირდეს, თუ ძალიან მაღალი კუნთური მასის მქონე კაცი ვარ, შეიძლება 10 გრამი დამჭირდეს. ეგ იშვიათი გამონაკლისებია. ხო, გასაგებია. ხანგრძლივობა, მთელი ცხოვრება შეიძლება ვსვა კრეატინი. ძალიან კაი კითხვა, პასუხი. მე უყურე მთელი ცხოვრება თუ შეიძლება ვსვათ კრეატინი, ხო, ანუ როცა არ ვარჯიშობ თან მაშინაც არის პერიოდი 2-3 თვე შეიძლება არ ვარჯიშო. პასუხი არის ალბათ კი. ეხლა რატოა ეს პასუხი? 1 წელი და მეტი ხანგრძლივობის განმავლობაში კრეატინის ყოველდღიური ადეკვატური მოხმარება წაღანა დოზების თქვით არ იწვევდა არანაირ პრობლემას და როცა კითხავს სვამ მთელი ცხოვრება შემიძლია გავაკეთო? აქ მაქვს ოქროს სტანდარტი. არ ვიცი, ნებისმიერ კვლევის სახეში მე თუ ვიცი რომ კონკრეტულ დიდი ხნის განმავლობაში 6 თუ 1 წელი მივიღე კრეატინი. რაზეც ვიცი რომ შეიძლება კრეატინა ნეგატიურად იმოქმედოს, იქ არც ერთ მარკერში ერთი ნაბიჯითაც კი უკან არ დავიხიე, ვიძახი რომ უსაფრთხოა ხანგრძლივი მიღებისთვის. ჩატარებული მაქვს 50 წლიანი კვლევები ადამიანებზე, რომელიც კრეატინს ყოველდღურად სვამს, არა. მაგრამ სწორედ ამ კონცეფციის გამო, როგორც ყველა სხვა მედიკამენტზე, ვაქცინაზე იქნებოდა, ვიძახი რომ უსაფრთხოა გრძელვადიანი გამოყენებისთვის, მათ შორის და როგორც წესი, ამასობაში მე კითხვა ისმის, რომ კრეატინის მიღება ხო ციკლურია ჩემთვისაც. შეიძლება დამიმთავრდა ეს ერთი თვის ულუფა, სანამ მეორე ულუფა ვიყიდე ერთი კვირა გავიდა, ესე ჩემი ერთკვირიანი შესვენება. შეისვენ კრეატინისგან არც ერთი ორგანიზაციები არ მეუბნებიან, იმიტომ რომ ვიცით რომ უსაფრთხოა, მაგრამ ადამიანები ვარ და შესვენება ისედაც გამოგვდის. ამიტომ მაგაზე არ ვიდარდებდი. ხო, რა კვლევა უნდა როგორ გავიგოთ უსაფრთხო იქნება თუ რა ჩვენთვის კრეატინი რომელი ექიმს მიმართოთ და ჩავიტაროთ. რეგულარული ვიზიტი ალბათ ოჯახის ექიმთან როგორც პირველ წყაროსთან. თირკმელზე გაკეთებული ყურადღება ყველაზე მეტად ნეფროლოგთან, თუმცა ესე ნეფროლოგთან რა გადაგემისამართებს ოჯახის ექიმი თვითონ დასვამს ჯერ კითხობს, მერე ანალიზებს და მერე გადაგამისამართებს. ოჯახის ექიმი, ნეფროლოგი როგორც თირკმელთან მიმართებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი როგორც მნიშვნელოვანი სპეციალისტი პროცესში, ამ სამით ალბათ ადეკვატური ხანგამოშრომითი ვიზიტებით უნდა ვივარაუდო ხომ არ მაქვს რაიმე პრობლემა. დიდი ალბათობით არ მაქვს. თუ მაქვს შეიძლება იყოს არ ვიცი კაჩვის შეგრძნება, უბრალოდ ნაკლებად არის ხოლმე ესეთ პირდაპირ თირკმელთან მიმართებით შეგრძნებები, შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ისე რომ ვერ გავიგე საიდან მოდიოდა, შეიძლება იყოს წვის შეგრძნება და ასე შემდგომ. ამიტომ ხო, ანუ თუ ჯანმრთელად და კარგად უძრაობთ თავს კრეატინის მიღების მერეც, რომ დავიწყებთ და კარგად ვართ, დიდი ალბათობით არაფერი პრობლემა არ არის, ხო. კი, მაგრამ ვერ გავიქცევით რეგულარულ ვიზიტებთ ექიმთან. ხო, საჭიროა მაინც შემოწმება. ზოგადად როგორც ყველა 6 თვეში ერთხელ ადეკვატურად შევექნებოდა. ხო, ესე უცნაური ამბავია, იმიტომ რომ მაგალითად ძალიან დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ ჯანმრთელ ცხოვრებას ვარჯიშს და ნამატებს რაღაცა, მაგრამ ექიმთან ეს შემოწმებაზე მისვლა მეზარება ყველაზე მეტად, რომ აი არც კონკრეტული პრობლემა არა, უბრალოდ მივიდე და შევამოწმარი, ალბათ ყველაზე რაც მეზარება. ხო, მაგას თავისი მიეზები აქვს, რა დაბრკოლებები გვხვდება გზაზე და მე ნეგატიური გამოცდილებები რომელიც დაგიკრუდა. და ეხლა ამას ვიძახი, იმიტომ რომ ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ, სამეცნიერო განათლება მაქვს და ზუსტად ვიცი, სად რა ცოდვები გვაქვს. და მით უმეტეს რომ საქმე კვებაზე მიდგება, შეიძლება იდეალურად ჯანმრთელი იყო და იმიტომ რომ ექიმა თავისი ცოდნა არ განაახლა ბოლო 20 წელია, გითხრას რომ კრეატინი ქიმიაა და პროტეინს ნუ დალევშვილო. ამიტომ ეს ყველა პრობლემა, რომელზეც კიდევ ერთხელ ჯერ პასუხისმგებლობები ჩვენ ვართ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ კვებითი გაიდლაინები იცვლება და ადამიანს უფრო მეტი мотиваცია მივცეთ ადეკვატური კომუნიკაციით ის რაც მართლა საერთოდ ჭირდება, მათ შორის შემოწმება, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება პრევენცია და არა დაავადების კურნალობა. დაავადების კურნალობაზე ორიენტირებულმა ჯანაცვამ მიგვიყვანა მთელი მსოფლიო, იქ სადაც ახლა ვართ რეალურად, ამიტომ გვჭირდება პრევენციაზე ორიენტირება, ჯანსაღყვება ვარჯიში და პრევენციული სკრინინგები იქნება ეს თუ ექიმთან ვიზიტი, ალბათ აი ესეთი როგორი საფუძველია, იცი? ამის გარშე რო სხვა ვარაფრის შენებას ვერ დავიწყებ ჯანმრთელობის ნაწილში. ამის ამჯერა
და მიუხედავად პრობლემებისა, მჯერა რომ ვითარდება მათ შორის პროფესიონალებში ცნობიერება ჯანსაღმოებაზე. და ალბათ ამისთვის არის სწორედ ესეთი საუბრები, რომ კითხვა დავსვა, ხო, რა საინტერესო იქნება რამე სისულელო თქვი. მაშინ სად უნდა ვეძებო? ეგ მასალების მოგაწოდო. ამასთან დავდეთ პურებზე ვიდეო YouTube-ზე. და განვიხილე მარილების შემცველობა და ერთ-ერთ პურში სადაც მარილი მაღალი იყო, არ აღნიშნე. და დამიწერეთ კომენტარში, რატომ არ აღნიშნე, აქაც ხო იგივე მარილი აქვს, როგორც იქ და იმას ხო იმაზე ხო აღნიშნე. აქ შემოდის ამბავი, რომ მე მინდა ინსტრუმენტები მოგცე, რომელი ინსტრუმენტებითაც შენ შეძლებ შენ თვითონვე გამოარკვიო შემდგომში რა არის სწორი. კი არ გითხრა რომ whey პროტეინი იყიდო, გითხრა საერთოდ რა განსხვავება whey-ის და სხვა პროტეინის წყაროებს შორის განსხვავება შენ თვითონ მიიღო. აი ეს გვაკლია. ანუ ხელსაწყოები გვჭირდება რეალურად და არა შაბლონური რჩევები. ხო. და მაგისთვის გვჭირდება ესეთი საუბრები, იმიტომ რომ აი ამ გადამოწმება იქნება ეს შეერთხ თუ წელიწადში ერთხელ რა არის ეს ყველაზე აუცილებელი კი არა და ყველაზე სასურველი სისხლის ანალიზი თუ აი რა გადამოწმება. ხო, იცი რაღაცა იდეალურ შემთხვევაში ექიმი სანამ ანალიზებს გეკეთებს გისვამს კითხვას. შენ წინასწარ განწყობებზე, შენ ჩივილებზე ეს არის. ანუ ჯერ ოჯახის ექიმთან მივიდეთ, ხო? როგორც ხდება ხოლმე ჩვენ ქვეყანაში ჯანაცვაში პირველი მიმღები ოჯახის ექიმია, რომელიც იწყებს კითხვით. ამას ვაკეთებთ ჩვენც. ყოველ შემთხვევაში ადამიანები ვინც სწორად მიუყვება პერსონალიზებულ ნუტრიციოლოგიას. სანამ გირჩევ რამეს, ჯერ კითხვას დაგისვამ. იმაზე ორჯერ მეტ კითხვას დაგისვამ, ვიდრე შენ დამისვე. გავარკვევ შენს ჩივილებს. ხო, იქით რომ მიდიხარ, ხო არ იწყებს ჯოხის მოდებას. აბა აქ ხორ გტკივა, გეკითხება. აბა სად გტკივა? ან რა ჩივილები ქონდა რა პერიოდში ერთხელ შენი ოჯახური ისტორია როგორია. სხვა შემთხვევაში თუ არაფერზე ხო, მივედი და არაფერი ჩივილი არ მქონდა ბოლოს წუთი. აბა საერთო იქნება ისეთი წერტილი და ხანგამოშვებით მეტაბოლური ჯანმრთელობის განსაზღვრელი გლუკოზის ტესტი, საქმე შეიძლება იყოს ლიპიდური პროფილი, ფარისებრი ჟირკვლის ჰორმონები, როგორც წესი მინიმალურ ზღვარს აიღებს დიდი ალბათობით სისხლის საერთო ანალიზს და მაგის მერე ჩივლებიდან გამომდინარე, ან კითხვას დაგისვამს ბოლოს როდის იყავით ჩემთან ან სხვა ოჯახის ექიმთან, თუ არასდროს არ ყოფილ ხარ, შეიძლება შემოგთავაზოს ერთხელ ესეც ხო არ გადაგვემოწმებინა. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. ხო, ეხლა კაი დროს გეკითხები, მაგრამ პერსონალიზებული ნუტრიციოლოგია, ჩვეულებრივი ნუტრიციოლოგის განეთი განსხვავდება. ხო, ეს არის საინტერესო წერტილი, სადაც ყველა სფეროში ჯანმრთელობაზე მორგებულს, მათ შორის მედიცინაში და ნუტრიციოლოგიაში მივდივართ პერსონალიზებამდე. სადაც ვიზახით, რომ გაიდლაინებს მიღმა არსებობს უნიფიცირებული არა და უნიკალური ისეთი პერსონალური მანიშნებლები, სადაც ვიზახით, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგ ბაზისი და ამ ბაზისის შემდგომ ჩემი გენეტიკური წინასწარ განწყობები, ჩემი არსებული გარემო, ჩემი მიკრობიომი, ჩემი ცხოვრების სტილი, ეს ყველაფერი ერთად როგორ მოქმედებს ჩემ კვების სტილზე და როგორ უნდა მივიდეს იქამდე საქმე, რომ მე მივყვე არა გიორგის დაწერილ დიეტას, არამედ თორნიკეს დიეტა გავაკეთო ჩემი ცხოვრების სტილით, გენეტიკური მაჩვენებლით, ოჯახური გარემოთი და საკვები უპირატესობებით. აი აქეთ მიდის პერსონალიზებული მათ შორის ნუტრიციოლოგია, რომელიც წამყვანი და ამასობაში ძალიან ახალი დარგია. ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი წინ, მაგრამ გულით მჯერა, რომ მედიცინის და მათ შორის ნუტრიციოლოგიის მომავალი არის პერსონალიზება. ვიცოდე რა არის ბაზისი, რაც 20% ცვლილობები მომცემს ყველასთვის ყველაზე მეტ შედეგს და ეს ვიცით და აი მაგის მიღმა სადაც საქმე მიდგება, ეხლა კარგი, ეს დავიკმაყოფილე, ანუ ოპტიმალურზე ვარ. ამის მიღმა დასაშვებზე კი არა, როგორ გავზარდო, ცხოვრების ხარისხი როგორ გავზარდო, იმიტომ რომ რასთვის გვინდა ჯანსაღი ცხოვრება, რატომ გვინდა ვარჯიში, რატომ გვინდა რომ კარგად გამოვიყურებოთ, რატომ მინდა ენერგია, რატომ მინდა ხანგრძლივი ცხოვრება. იმიტომ რომ ცხოვრების ხარისხი გავიუმჯობესო. ანუ არ ვიყო მარტო ჯანმრთელი, არამედ ვიყო ბედნიერი ჯანმრთელობასთან ერთად. აი აქეთკენ მივდივართ და მათ შორის ნუტრიციოლოგიის ნაწილში. კაი, რამდენიმე საკითხი დარჩა კიდე, პატარა შესვენება გავაკეთოთ, სოკარის რუბრიკა გვაქვს, შეისვენე და აივსე ენერგიით და რახან კვებაზე და ვარჯიშზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში კითხვა ესე დავსვათ, ყველაზე კარგი დასვენება რომელია? როგორ გამოიყურება ყველაზე კარგი დასვენება? ვარჯიშისთვის? ხო. ვარჯიშისთვის ყველაზე კარგი დასვენება გამოიყურება საკმარისი კვებით. და კვებასთან ერთად ალბათ ორივეს პირველ ადგილზე დავაყენებდი საკმარისი ძილით. არც ერთი საკვები დანამატი, ხა კრეატინიზი რაც გითხარით, ცოტა დავივიწყოთ. დამტკიცებული. არც ერთი საკვები დანამატი, მზის სხივი, წყლის ოდენობა არ არის, რომელიც ძილის დეფიციტის გამოსწორებაზე უფრო მეტ შედეგს მაძლევს. ანუ თუ მჭირდება 7 საათნახევარი ძილი და ყოველდღე მძინავს 5 საათნახევარი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვისაც ყოფნის 5 საათნახევარი. თუ დავაბალანსე და 2 საათი ძილი დავამატე, ბენეფიტი, რომელიც ამან მომცა და ყველა სხვა ბენეფიტი, რომელიც შეიძლება გამოსწორებული კვებით, კრეატინით, წყლის მისმით დავამატო, არის დაახლოებით ამ ხალხ განსხვავების. ამიტომ
ძილი და პირველ რიგში ძილი იქნებოდა აღდგენის საუკეთესო დასვენების წყარო. და ამასობაში არ ვფიქრობთ, რომ ვარჯიშის ინტენსიური ვარჯიშის შემდგომ დასვენება ნიშნავს უმოძრაობას. ყველაზე კარგი დასვენება სუბუქი ფიზიკური აქტივობაა. ეს არის გასეირნება, ფეხით-სიარული, სუფთა-ჰაერი, მზის სხივები, საყურელ ადამიანთან ერთად და მათ შორის ნახევარწლოვანი საკვები თუ მივირთვი, მეც ბედნიერი ვარ, ჩემ გარშემო ვინც იყო და ხვალ კიდე ვარჯიშისთვის ვარ თავიდან მზად. ამიტომ ამ სამი რაღაცის კომბინაცია იქნება კარგი დასვენება და არა მხოლოდ საწოლი და შემდგომი Netflix-ის შოუ. ხო, რაც პირველი რაც გინდა ძამძიმ ვარჯიშს მე ზუსტად ეგ არის წამოწვე და არაფერი არ აკეთო და გაუნძრებლად იყო ცოტა ხანი. იცი რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც ვარჯიში წონის კლუბაში ვერ გეხმარება? მხოლოდ ვარჯიში წონის კლუბაში ვერ გეხმარება. რა, ეგრევე გაჩერება და ჩაწოლა? კვირაში 3 დღე, 1 საათი ვარჯიში დღეში არ გაძლევს ისეთ benefits, რომელიც მარტო ეგ მიგაღებიებდა წონის კლუბის სასურველ ნაწილს. ერთ-ერთი ნაწილი არის ემოციური ადაპტაცია. მე დღეს ვივარჯიშე, კარგი ბიჭი ვარ, დღეს უფლება მაქვს წყალი, პულტი, სხვა მომიტანოს, მე ვიწვე და ის ენერგია, რასაც მთელი დღე დავხარჯავდი, მეც ვიმოძრავებდი, გავიღიმებდი, ვიყვირებდი, ვისეკვებდი, აღარ დავხარჯავ. და ახლა კითხულს ვამ, რამდენი ენერგიას კი ვხარჯავ ამ ერთ-ერთ ვარჯიშზე? უმრავლესობა ადამიანი 400 კალორიას, ზოგიერთი 300. ის ენერგია, რასაც სხვა დროს დავხარჯავდი, აქ მოვაკლებ, ხო? აქ მოვაკლებ. ამიტომ ეგ მიბალანსებს თავის თავს. მაგიტომ ყურადღებით ვიყავ, რომ ფიზიკური აქტივობის დამატებამ არასავარჯიშო ფიზიკური აქტივობები, რაც არის სახლის დალაგება, ჭურჭლის დაერთხვა, ბავშვთან თამაში, ფეხით-სიარული არ ჩამინაცვლოს. თუ ჩამინაცვლა, ენერგიის ბალანსში ისევ იქ დამტოვებს, მეტ უპირატესობას მომცემს, მაგალითად გულს სისხლთა სისტემაში, კი, იმიტომ რომ თუ კარდიოვარჯიშები ვაკეთე, თავის benefits დამიტოვებს. მაგრამ თუ ენერგიის ბალანსიც მჭირდება და წონაზეც ვფიქრობ, არ ჩაანაცვლოს. დავამატო და ესეც მაღლა ავიყვანო მანქანას რო გავაჩერებ სადმე შორს ნერვები არ მომიშალოს და ფეხით გასავლელ გზად გამოვიყენო და გამოვიყენო კიბეები ლიფტის ნაცვლად. ხო. ხო, შეიძლება ეგ მაგას მივეჩვიებ, ძალიან მაღლა თუ არ არის უკიბებით მიჩიმრი ასვლა ვიდრე ლიფტს დაველო და კარგი, ისევ დანამატებით რო გავაგრძელოთ მოკლედ მიმოიხილოთ ესენი ალბათ BCAA იყო ესეთი არსებობდა ალბათ 6-7 წლის წინ 5 წლის წინაც კაცი პოპულარული იყო და თაროებზე პირველი ესენი ეწყო სპორტ დარბაზში პოპულარული აღარ არის უბრალოდ ფერადი სასმელები რომელიც არის რომელიც ეძახდნენ სწრაფ ცილებს თუ რაღაცა რომელსაც ვსვავდა იქვე გეხმარება ეხლა დიდი ხანი აღარ შემიმჩნევია და ხსენებაშიც აღარ არის და ნაკლებად პოპულარულია სხვადასხვა. აი 2 წლის წინაც კი საკმაოდ ისეთი იყო, რა ქვია, ყვირო და BCAA-ის სახელი. ეხლა რა არის BCAA? მაგისთვის უნდა დავბრუნდეთ ცილებში. და ჩვენი 9 უნივერსალური კუბიკი გავიხსენოთ. Blockchain amino acid. ზუსტად, ეს არის ჩემი ესენციური amino acid-ები. BCAA ეს არის branch chain, ანუ დატოტვილ ჯაჭვიანი. წარმოიდგინე რომ აქვს 9 ისეთი კუბიკი, რომელიც უნდა ვითხოვო მეზობლისგან. ანუ ან საკვების გამო მივიღო, ან საკვები დანამატისგან, იმიტომ რომ მე ვერ ვაწარმოებ, მე არ მაქვს. ამ 9-დან, ამას ვუძახით ესენციურ ამინომჟავებს, essential amino acids. ამ 9-დან 3 არის branch chain, ანუ დატოტვილ ჯაჭვიანი. დატოტვილ ჯაჭვიანი, იმიტომ რომ ქიმიური სტრუქტურა ჩახედო, ხის ტოტებისავით დატოტვილი სტრუქტურა აქვს. ეს 3 ამინომჟავა, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ის პრარაბი, რომელიც დავიდა ვთქვით ლეიცინი, რომელიც ჩამრთველი ფუნქცია აქვს კუნჩი ცილის სინთეზის ყველაზე მეტად გამოხატული. არის მისი ნაწილი. ეს არის BCAA არის 3 ამინომჟავა, ესენციური 9-დან ესენციური ამინომჟავა მაქვს ჯამში 9. კარგი. რატო არის BCAA ყველაზე პოპულარული? იმიტომ რომ ფასთა ეფექტურობით მარტივი მისაღებია წარმოებლის მიერ, ამასობაში სითხეებთან ერთად თუ ემატება კოფეინის სტიმულანტი, ცოტა შაქარი ან დამატკბობელი კარგი პრე-ვორკაუთია. მაგრამ როცა საქმე კუნთის მასის მატებას მიდგება, ცილის კარგი წყაროა, თუ საერთოდ ცილას არ ვიღებდი და უნდა დავსვაკითხვა, საერთოდ არ ვიღებ ცილას და BCAA დავლიო, დალიე. მაგრამ თუ BCAA-ის დალევა შემიძლია, აბა კითხვა დავსვა. ესენციური ამინომჟავების დალევაც ხო არ შემიძლია, რომელიც ისეთივე ფხვნილი სახით შემიძლია ვიყიდე როგორც BCAA. უბრალოდ BCAA სასმელშია, მარტივია და ცოტა უფრო მეტად ძვირადღირებული წყლისკენ მიდის, ვიდრე ეფექტური დანამატისკენ. ეფექტთა კვლევათა იერარქიაში ესენციური ამინომჟავის ეფექტურობა მაქვს, BCAA-ის გააჩნია, თუ სხვა ცილას არ ვიღებ, მივიღებდი და მეხმარებოდა, მაგრამ ვეცდებოდი, ან პროტეინი მივიღო, იმიტომ რომ პროტეინი 1 ულუფა მომცემს 5-6 გრამს BCAA-ის, რასაც გაძლევს ის 7 ლარიანი სასმელი. ხო.
მაგრამ პროტეინი მივიღო, ეს დარჩენილი 6 კუბიკიც მივიღო, რომელიც მისაღები მაქვს. BCAA-ს ხშირად არ ვიღებ, ხან გამოშვებით, როცა მომინდება, მით უმეტეს იმიტომ, რომ უმეტესობა მათგანს აქვს სტიმულანტები, pre-workout-ად მიხარია, იასამის პერიოდის დასალევად, ხო? იასამის პერიოდის დასალევა მიყვარს, ხან გამოშვებით, ყოველთვის არ ავირჩევ, იმიტომ რომ უკეთესი წყაროები მაქვს ცილის, მაგრამ ეს სამი სხვა თუ არ იქნებოდა, ეფექტური იქნებოდა, მაგრამ უკეთესი წყაროები მაქვს და ბარემ ავიღო ან ესენციური ამინომჟავები ან ცილა პროდუქტები. კიდე რაც მახსენდება რილკარნიტინი. რომელსაც ცხიმის მწველს ეძახიან და ვარჯიშის დროს თითქოს უფრო მეტ თითქოს არ შეიძლება, მაგრამ უფრო მეტ ცხიმს გაწვევინებს და მეტ ენერგიას გაძლევს. ეგეთ წარმოდგენა იყო ელკარნიტინზე, როცა პირველად გავიგე. ყველაზე კარგი ელკარნიტინი მიცდია, რო გითხრა დიდი შედეგი მივიღე არა. როდისადე? ჯადუზებით ხوار გახსოვს? ანუ ეს ბოთლში იყო, თავი იყო დოზა, როგორც სარეცხ ჟელებს აქვს ხომ ეს ჩას ხომ დაგელია და რა კარგი ის გაგდაჩენილი, რა ქვია, მახსოვრობა სარეცხ ჟელებს თუ გახსენებს, ესე კარგად არ დაგამახსოვრდა. ხო, ანუ გემოზე ისეთი იყო ცოტა არასასიამოვნო, მჟავეთ რაღაცა გემო დაკრავდა. ცოტა ეგეთი არასასიამოვნო. მაგრამ აი ვარჯიშის წინ უკვე დაგელია და დაგეწყო ვარჯიში, მაგრამ ესე იგი, მეგობრებო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ვახსენოთ ის, რომ ცხიმის მწველი დანამატებიდან არც ერთი არ წავს ცხიმს. ცუდი სახელია დანამატები, რომლებიც მეხმარებიან ცხიმის წვაში, ან მიქმნიან კალორიულ დეფიციტს, ან მეხმარებიან კალორიულ დეფიციტში დავრჩე. ყველაზე სანდო, ეფექტური და ძლიერი ცხიმის წვის ამ ჭრილში დანამატი. აი რომელსაც ყოველდღურად მოიხმარ. დილით, რა მითხარე? პროტეინი, კრეატინი. ყავა. ყავა. გაგიკვირდება და ყავა, რომელსაც ყოველდღურად მოიხმარ, არის ყველაზე ეფექტური უსაფრთხო ცხიმის წვის დანამატი. იმიტომ რომ ყავა შეუძლია მადა შემციროს. ყავა სტიმულანტია, ასევე მეხმარება ცოტათი მეტი ვივარჯიშო, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ამიტომ ყავას თუ შევადარებ ხა ელკარნიტინს, ანუ იქვეძებო ცხიმის წყაროები, სადაც არ ვეძებ. არც ერთ დანამატი არ წავს ცხიმს, ანუ არ მიდის, არ უყვაყუნებს კარებში, არ გამოყავს და არ წვავს, ცეცხლს არ უკიდებს. აქ უშაქრო ყავას გულისხმობ თუ არა აქ მნიშვნელობა შემთხვევაში. შაქრიანი ყავა დააბალანსებს ყავის ცხიმისთვის ეფექტს, ანუ რა კალორიულ დეფიციტის მომაქცევდა ეს ყავა, ალბათ შაქარი დაამატებს, ხო, მაგიტო ცელღას დააბალანსებს, ამიტომ უშაქრო ყავა, უშაქრო ჩაი კარგი არჩევანი იქნება. ეხლა, როცა საქმე მიგებ ელკარნიტინზე, ყოველთვის ყველაზე მოწინავე დანამატი იყო, ეხლაც არის. უსაფრთხოა? კი. ეფექტურია? გააჩნია ადამიანს. ამისთვის უნდა ვიცოდეთ ელკარნიტინი რა არის. ელკარნიტინი ყოფილა ცილა თვითონაც, რომელიც არის კარები, რომელიც ჯდება მიტოქონდრიაში. მიტოქონდრია არის უჯრედში მთავარი ენერგიის ქარხანა. წეგან გითხარი, რომ ადამიანის ორგანიზმი ნახევარწყალსაც იყენებს ენერგიისთვის და ცხიმოვან მჟავებსაც. ამ მიტოქონდრიაში ხარხარალოზე ბევრი რამე ვერ გადადის და ჭირდება წარმოგიდგენ კარები, რომელ კარებშიც ცხიმოვანი მჟავა შემოვა, რომ მერე გარდაიქმნას ენერგიად. ეს კარები არის ელკარნიტინი. ელკარნიტინი ამ კარების ფუნქციას ასრულებს, თუმცა როგორც ამ ოთახს აქვს ერთი კარი, ზოგადად ადამიანის ოთახს აქვს ორი კარი, ეს კარებიც რაოდენობა შეზღუდული მაქვს. შესაბამისად, თუ მე სუხიშვილების დიეტის არაადეკვატური კალორიული გამოცდილებები მაქვს და საკმარისად ცილას არ ვიღებ, აქ ყველაზე მეტად ამეხმარება ელკარნიტინი, როცა გაჯერდება, ზედმეტი ეფექტი ექნება, პასუხია არ ვიცი, ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება მეტი დოზა დამჭირდეს, თუ არის 2000, შეიძლება 5000-ზე მქონდეს ეფექტი. უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ეფექტი ხან გამოშვებითია, თუ მჯერა და ვიღებ და ამასობაში ზოგიერთი ადამიანი მეუბნება, რომ მადაც მიმცირდება, გაგიმარჯოს ღმერთმა. ეგრე გააგრძელე. მაგრამ თუ არ დაგეხმარა, გულს ნუ გაიტეხავ. სუხიშვილების დიეტაში ზოგადად არადეკვატური დიეტები მოვისმენთ სუხიშვილებს არაფერს ვერჩი, დიეტაზე მაქვს კონკრეტულად. ხო, რაღაც დღეში ერთი ვაშლიან, ორჯერ მაწონიან, რაღაც ეგეთები რო არის ხოლმე, ხო? სუხიშვილების დიეტაც რა არის? კონკრეტულად არა. კონკრეტულად ერთი ინგრედიენტი მინდა გამოიცნო, რომელსაც ვერაზროს გავიცნობ. არა, სუხიშვილების დიეტაში. უფრო ვერაზროს ვიფიქრებ, რომ დიეტაში რამე ესაქმება. არა. არაყი. არაყი? Yes. რაღაც ბლენდში უკეთებ არახს ან კონიაკს. 3 დღე ჭამ მაწონთან და კიდე რაღაცებთან ერთად, რომელიც დამავიწყდა, იმიტომ რომ ისეთ შოკი მივიღე, მე გამოვაგდე თავიდან. არაადეკვატური დიეტები ვიგულისხმე სუხიშვილების დიეტებში. ხო, გასაგებია. კიდე არის რამე რასაც ურჩევდი, ან ესე დანამატი, რომელიც საჭირო, ან ვიტამინები მაგალითად რაღაცა. ხო, კარგი კითხვაა. როცა საქმე ვიტამინებზე მიდიგება, ჩემპიონები მყავს, რომელზეც ვიფიქრებდი, D ვიტამინი თუ დეფიციტი მაქვს, კი. მაგნიუმი, კარგი ბევრი ეფექტი შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ ბოდიში მაგნიუმი და მაგნეზიუმი ერთ-ეგივე. ერთ-ეგივე ზუსტად, მაგნეზიუმი არის ელემენტის სახელი, ისე როგორც ქართულად მაგნიუმი. ხო. მაგნიუმი, მაგნეზიუმი ერთ-ეგივეა, ხო. ერთ-ეგივე სრულიად.
მაგნეზიუმს ნახა უბრალოდ ინგლისურად რო წერია. მაგნიუმზე ვიფიქრებდი, ამის მერე ასევე დავფიქრდებოდი დეფიციტი მაქვს თუ არა და გამოსწორებაზე. იმიტომ რომ ყველა საკვები დანამატი, როცა დეფიციტს ვასწორებ, არის ძალიან ეფექტური. როცა ნორმაში მაქვს დაზემოდან მომატებ, დიდი არაფერი ბედენა. ამიტომ ჯერ დეფიციტს განსაზღვრავდი თუ ვერავდობდი რომ D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება მქონდეს, მით უმეტეს სამთარი მოდის. ალბათ კი. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება მქონდეს, ხილის და ბოსტნეულის დარკვევა თუ არ მაქვს, შეიძლება მქონდეს. ომეგა-3-ის დეფიციტი შეიძლება მქონდეს, თუ ზღვის პროდუქტებს არ მივირთმევ, მიუხედავად იმისა, რომ სცენარეებშიც ვხვდები, შეიძლება მქონდეს. ომეგა-3 D ვიტამინი, მაგნიუმი პროდუქტები, ამიტომ ალბათ. ამაზე გავაკეთებდი აქცენტს, მულტივიტამინებზე ნაკლებად მაქვს კვლევები და რაღაც ფარია, დიდი ალბათობით, რომელსაც არც ადამიანს არ ურჩევდი დაიწყოს რომელიმე დანამატი, მანამ სამ კითხოს არ დასვამს, კაი რამაკლია. ხო, ასე. და არ წავა და არ გაიკეთებს დეფიციტის ანალიზს. კარგი, რამდენიმე საკითხი დარჩა, მეც აღარ მოგაცდენ. ესეთი რაღაც გამიგია, რომ საკვებს როცა ვღებულობთ, მაგალითად ვარჯიშიდან მოვედით და სრულფასოვანი ლანჩი გვაქვს, ან სადილი, სადაც უნდა მივიღოთ ცილებიც, ნახშირწყლებიც, ბოსტნეულიც. რომლით დავიწყებ? აქვს მნიშვნელობა? ანუ თანმიმდევრობას თუ აქვს მნიშვნელობა ერთ ჭამაზე, რომლით დავიწყებ ჭამას? ხო, აი მაგალითად დავჯექ შიერ კუჭზე და ვიცი გაგებული მაქვს, ჯერ ბოსტნეულს თუ შევჭამ, უკეთესია მონელებისთვისაც და ეფექტისთვისაც, ვიდრე თქვა ჯერ დავიწყო ხორცით ან ნახშირწყლებით. მან მაგური პასუხი. იდეალურ შემთხვევაში ჭკვიანურია, რომ დავიწყო ბოსტნეულით, გავაგრძელოთ ცილით და მერე თუ რამე მარტივი ნახშირწყალი მაქვს დავამატო? პასუხია კი. უბრალოდ აქ მერე შემოდის ის ამბავი, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად რას აფერხებთ ჯანსაღობის დაწყებაზე, არის ბევრი რჩევა, რომელიც თითქმის ეფექტს არ მაძლევს, მაგრამ რჩევა, რომელსაც ვერ ვასრულებ და მერე ნეგატიური ემოციები მიპყრობს. ეს რჩევა უფრო ისეთი ნეგატიური ემოციები, ანუ იმედგაცრუება, რომ ვერ გავაკეთე და მაშინ რა აზრი აქვს, მაშინ პირდაპირ ტორს შევჭამ. ანუ ესეთი იმედგაცრუებები ამ რჩევას უფრო მეტად გავიყვანდი რჩევად, რომელიც ბევრ ბენეფიტს არ მომცემს და უფრო მეტად იმედგაცრუებას მომიტანს. იმიტომ რომ ჩემ კუჭს და არც ნაწლავებს მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ ბოსტნეული ჭამე, მე ცილა და მე ნახშირწყალი, ხარიხები არა აქვს, როგორც მაცივარს აქ ეს დაიდო, მე ეს დაიდო, როგორც ასე არ ხდება კომბინაციას აქვს მნიშვნელობა, თუ ჭამ მარტივ შაქრებს, ცილა და ცხიმი და ბოსტნეული დამეხმარება ნეგატიური გლუკოზის პასუხის თავის დასვაში, კი. უბრალოდ ერთ კვებაზე როცა 20 წუთში საკვები უნდა დავამთავრო, პირველ 5 წუთში რო ბოსტნეული ჩავიდა, მეორე 5 წუთში რო ცილა და კუჭი მაინც არეული არის და ხარიხები არ მაქვს. ამიტომ ერთადერთი რჩევა, ეს რჩევა ერთადერთი ვისაც არის ნამდვილად სწორი და უფრო შესული რჩევა დაიწყეთ ცილით, გააგრძელე ბოსტნეულით და დაამთავრე ნახშირწყლებით. თუ ვინმეს არის სწორი რჩევა, ადამიანებისთვის ვინც მოიხმარს ოზემპიქს, მოუნჯაროს ან GLP-1 ანალოგებს. ტიპი 2 დიაბეტისთვის ან წონის კლუბისთვის. თუ მაქვს დანიშნული ამ მედიკამენტებზე ვარ და ამასობაში საკვების პორცია შეზღუდული მაქვს, იმიტომ რომ თითქმის აღარ მინდება ჭამა, პირიქით ვერც ჭამ იმას, რაც წინ მიდევს. ცილის დეფიციტი ხშირია, ამიტომ თანმიმდევრობას იმ შემთხვევაში გავაკონტროლებდი, თუ ვიცი რომ 150 გრამზე მეც ვერ ვჭამ. ამ შემთხვევაში გავაკონტროლებდი, იმიტომ რომ თუ მივედი, თუ პირიქით დავიწყე კვება და ცილამდე მივედი და ცილა ვეღარ ვჭამ, მეგო პრობლემა მაქვს, მაგრამ უმრავლესობა ადამიანისთვის თანმიმდევრობას ერთ კვებაზე მნიშვნელობა არ აქვს, თავი კომბინაცია. ხო, ეს ახლა როგორც სანდრე ვახსენეთ BCA-ის და იმის ბუმი რა იყო, ახლა არის ოზემპიკი, სულ მესმის დღე არ გავარ, სადაც თვალი არ მოკრა და რაღაცა არ ახსენოს ან რაღაცა და ეს მე რასაც უყურებ ცოტა არაჯანმრთელი მგონია და როგორ არის აქ სიტუაცია? ეხლა მე შევეცდები ესენი არის მადის დამგდები საშუალებები, ხო? აი კითხვა, დავეცდები რომ ცოტა განსხვავებულად დაგახედო სიტუაცია, შეგახედო სიტუაციას. ოზემპიკი, მოუნჯარო და სხვა რაც გაგიქია, მაგათ ვეძახით GLP-1 აგონისტებს. GLP-1 არის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1, რომელიც ჩემს ორგანიზმში მოქმედებს მადის სუპრესანტად. ხო, მე მგონი გავიგე. ხო. იმიტომ რომ ძირითადად მოქმედებს კუჭის სისავსის გრძნობაზე და ამასობაში 99% მაქვს მადის მარეგულირებელი ცენტრის აქვეითება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ანუ აღარ მშივდება. კალორიული დეფიციტიც მაქედან მოდის, ანუ ცხიმს არ წვავს, არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ნაკლებს ჭამ. რაც კი ჩარევა გქონია სიმსუქნის მკურნალობაში, სიმსუქნე როგორც ეპითეტი არა, როგორც BMI ჭარბწონიანობის შემდგომ და სიმსუქნე როგორც დაავადება, რომელიც თითქმის ყველა მოწინავე ქვეყანაში აღიარებულია სიმსუქნე როგორც დაავადებად. სიმსუქნის დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი გზა არის ბარიატრიული ქირურგია. ეს კუჭის დაპატარავებასაც ეძახიან, ხო? ან კუჭის ამოჭრას ესაც ეძახიან, განსხვავებული მეთოდები არსებობს.
სიმსუქნის მკურნალობაში არც ერთი ისეთი ეფექტური და უსაფრთხო გზა არ მქონია, როგორც GLP-1-ის აგონისტებია და ვითარდება ახალი მედიკამენტები იმპირდებიან ისეთ ეფექტს, რომელსაც ბარიატრია მომცემდა ოღონდ ქირურგიული ჩარების გარეშე. ძალიან მიხარია საითმიდის სიმსუქნის მკურნალობის სიტუაცია უსაფრთხოების ეფექტურობისთვის, მაგრამ ეს მედიკამენტი არ არის საფუძვლამდე 5 კილოგრამის დაკლება და ახალი წლის შემდგომ 10 კილოგრამის მოშორება. კრიტერიუმი აქვს თუ მაქვს BMI 30-ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი, ან თუ მაქვს 27-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი და ამასობაში რომელიმე მეტაბოლური დარღვევა. ლიპიდური სპექტრი მაქვს შეცვლილი, გლუკოზის მეტაბოლიზმი მაქვს დარღვეული. საქართველოში რეგისტრირებულია უკვე ეს მედიკამენტი, ექიმი ენდოკრინოლოგი გინიშნავს, თუ გჭირდება. სხვა შემთხვევაში ჩემი დავიწყეს, მივდივართ პრობლემამდე, როცა 5 კილოგრამის დაკლება მინდოდა. თან თუ არ ვიცი მართვა, იმიტომ რომ თუ ყვება მავიწყდება და ავრჭამე რაღაც უხშულობის დიეტაზე ყოფილ ვარ და რაღა უზემპიკით დამიკლია, თუ ავჭამე საჭირო ნუტრიენტები, კუნთის განილება, ძვლის სტრუქტურაც შემცირდება. ეს რასაც იდავებიან ოზემპიქს და სხვებს, რომ აი ცუდად იკლებ. ცუდად იკლებ იმ შემთხვევაში რომ არ ჭამ. ამიტომ გჭირდება ადამიანის მოგყვება ნაბიჯნებით და გეტყვის რომ როცა ვართ ამ მედიკამენტებზე პირიქით მნიშვნელოვანია როცა არ გშია მაშინაც მეტი წარჭამო, მით უმეტეს ცილა, მით უმეტეს მათ შორის ძვლის პროდუქტები, კალციუმისთვის და სხვა ნუტრიენტები. მაგრამ იცოდე რომ კონფერენციებზე ცეცხლშია ეს თემა და ფარმა კომპანიები, არ ვიცი, კლინიკური ნუტრიციოლოგიის და დიაბეტის კონფერენციები სავსე იყო ამ კომპანიებით, ვინც დამატებით უკვე ახალ წერტილებს ეძებენ, რომელ წერტილში მოვქაჩოთ, რომ ადამიანს გაუმარტივდეს წონის კლება, იმიტომ რომ სტატისტიკა აქვს საგანგაშოა, მათ შორის საქართველოში. 75%-ის დასრულების არის ჭარბწონიანი ან სიმსუქნის მქონე ერთად. მხოლოდ თურქეთი გვისწრებს ევროპაში. გჭირდება. ჭარბწონად რა ითვლება? BMI, სხეულის მასის ინდექსი 24 და პლუსი. ხო, როგორ გამოითვლება ესა? ეს არის ჩემი სხეულის კილოგრამები გავყო მეტრ კვადრატზე. ჩემი წონა კილოგრამებში გავყო მეტრ კვადრატზე. ანუ თუ არ მაგალითად 190 სანტიმეტრი 1.9 კვადრატში, ჩემი კილოგრამი გავყო ჩემი სიმაღლის მეტრის კვადრატზე. ხო. ხო. ასაგები, ხო. ცოტა მოგონი მოსკენი. ხო, მაგრამ ეს BMI-ის გამოთვლებიც არსებობს ინტერნეტში. ნებისმიერი კალკულატორი 30 შემდგომი მაქვს სიმსუქნე და ვიყო ყურადღებით. ნახავ ერთ ჩემს ასაბა. ხო. ნახე, მაშინ როცა BMI სხეულის მასის ინდექსი მადგება ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, ადამიანი რომელიც ვარჯიშობს და კუნთური მასაც მეტი აქვს, BMI თითქმის არაფერს გეტყვის. იმიტომ რომ მაგ წონაში არ იცის შენ კუნთური მასა რამდენი გაქვს. ამიტომ შეიძლება გიჩვენოს რომ ჭარბწონიანი ხარ და ამასობაში კუნთის მასა გქონდეს მეტი. ამიტომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზე არ ადგებათ, გვადგება კვლევებში და ექიმებისთვის. უფრო მეტად, იმიტომ რომ ადამიანები ყოლიან მიცემუნება რომ აი 0.2-ით თუ ჩამოვედი უკვე ნორმალურ წონაში ვარ BMI და იდეალურად გრძნობს თავს. ანუ ეს 0.2 არბიტრალური რიცხვი არაფერს ხო, ახლა მე 29 მიჩვენებს. ხო, მაგრამ ჭარბწონიანად შეიძლება ჭარბწონიანი ვიყო? ხო და მაგას ვიძახი, მაგიტო BMI-ის კუთხით შეიძლება კი? მარტო BMI არ საზღვრავს. მარტო BMI არ საზღვრავს მაგას. ხო, იმიტომ რომ არ მგონია ხმე ჭარბწონიანად ვითვლებოდა. ეს გამორიცხულია. ხო. კუნთის მასა. ხო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომიმატა კუნთის მასა. გამორიცხულია. ხო. ხო, ანუ აქ სხვა კიდე არსებობს ხომ ეს რაღაც ცხიმის პროცენტულობას რო ითვლიან სხეულში, ხო? ეგეც მნიშვნელოვანი არის ალბათ. ეს არის სხეულის კომპოზიციის დადგენა, ანუ რამდენი ამ წონაში რამდენია ცხიმი და ცხიმისგან თავისუფალი მასაა. ცხიმისგან თავისუფალი მასაა კუნთები და ორგანოები. ამიტომ კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს კი პასუხი, ცხიმის პროცენტობა რამდენია? რამდენია კუნთის მასა? ამის მიხედვით უფრო მეტად აი მთელი მსოფლიო ცდილობს რომ აქეთკენ გადაერთოს, მაგრამ ყველა სოფლიოს ყველა წერტილში ყველა ექიმს შეუძლია დათვალოს მამს არ არითმეტიკა იცის სხეულის მასის ინდექსი და თითქმის არავის შეუძლია გააკეთოს აღწერილობა თუ არ მაქვს იმპედანსი სასწორი ან სხვა უფრო მაღალ ტექნოლოგიური ჩარევები. ამიტომ იდეალურ შემთხვევაში მაკეტკენ მივდივართ რომ ჩაანაცვლებს, მაგრამ ჯერჯერობით BMI-ია ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ყოველთვის, მაგრამ კომპოზიციის დადგენა რაც არის აი მაგალითად in-body scan-ი, რაც ჩვენ ქვეყანაში სპორტ დარბაზებში სანცნობელია, სხეულის იმპედანსი სასწორი, სადაც ხდება აი რომ წარმოვიდგინოთ დიდი სასწორია, სადაც ხელს კიდე ფერშველი ლიგები და საზღვრავს რა წონაც გაქვს მაგ წონაში რამდენია ცხიმი, რამდენია კუნთი. ხო, ეგენი ზუსტად საზღვრავს, ვიცი რომ არსებობს, მაგრამ რაზეც არ მიცდია. როგორც ყველა სასწორს მაგათაც გარღვევა აქვს, უნდა დაიცვა წესები. მაგალითად არ უნდა იყოს ნავარჯიშები ბოლო 6 საათის განმავლობაში, უნდა ქონდეს საკვები მიღებული ბოლო 3-4 საათის განმავლობაში. უნდა ქონდეს ბოლო საკვები მიღებული. ამასობაში იდეალურ შემთხვევაში უზმოდაც შეგიძლია, ამასობაში რაც შეიძლება ნაკლები
ტანის სამოსით უნდა დადგეზეთ, მათ შორის ფეხიშველი. ძირითადად ეს არის, რომელსაც როგორც წესი ვერ ვითვალისწინებთ ხოლმე, ან არის ვინ გვაფრთხილებს, ან გავიკეთებ და განსხვავებულ შედეგებს მაძლევს. მაგრამ როგორც ყველა სასწორი, თავისი რაღაცა მიახლოებით გვეტყვის. მიახლოებით გვეტყვის. და დინამიკას მაჩვენებს, რაც თავარია. ხო, გავიკეთე 3 თვეში და დავაკვირდი. გასაგებია. კაი, ბოლო საკითხი და წავიდეთ დასრულებისკენ, cheat meals-ას ეძახიან. ესეთი მოსაზრება მაქვს მოსმენილი, რომ რეგულარულად თუ იცავ დიეტას, ასე თქვა, ჯანსაღი ხარ, ვარჯიშობ, რაღაც დონეზე ეს კორტიზოლის ლეველი, ანუ კორტიზოლის დონე, რომელიც არის სტრესის ჰორმონი მატულობს, რაც მე ხელს გვიშლის, ასე თქვა, გეინ როგორ არის შედეგის მიღწევაში ხო რომ ის შედეგი დადგეს და მე ან წონის კლება ჩერდება ან კონთის მასის და ან ხასიათზეც მოქმედებს და პერიოდულად კვირაში ერთხელ მაგალითად ერთ დღის განმავლობაში ერთი კარგი საკვები უნდა დაამატო რამე გემრიელი ძალიან ჰამბურგერი იქნება ან თუ რაღაც იქნება და ეს მე კორტიზოლის დონეს დაბლა დაწევს და ისევ აგრძელებ ეს cheat meal-ის ესე მუშაობს ხო, cheat meal-ი, ანუ ქართულად იქნებოდა დარღვეული კვება? არა, cheat ალბათ უფრო გადახვეული. ხო, გადახვევა, ერთი გადახვევა. კონცეფცია სიმართლესთან ახლოს არის, ოღონდ ძირითად შემთხვევაში, როცა წონა ჩერდება. და ბოდიში აკვე დავამატებ, საკუთარ თავზე გამოგვიცდია და არ ვიცი შეიძლება ეს პლასებოს ეფექტი იყო, მაგრამ ნუ რაღაცა რო იყო რომ მართლა უკვე 10 დღეა რომ ბრინჯს და ქათამს ჭამ და ვარჯიშობ, უკვე აი ნერვებიც აღარ გაქვს და ერთხელ კარგად რო შეჭამ, თითქოს რაღაც დაახლოებით ხარ დამუხტული თუ და აი. კი. ოღონდ მან პრობლემა ის კი არის რომ შეჭამე cheat meal-ი გააკეთე. პრობლემა ის არის რომ 10 დღე ბრინჯს და ქათამზე იყავი და მეტი აღარ შეგიძლია. ამ ნახევრის თქმა მინდა შენ რაც ახსენე ამას ქოწონის კლუბის პლატო, ან მატების პლატო, სადაც მიზნისკენ მოვალ გზაზე მაქვს შეფერხება. რეალური წონის კლუბის პლატო, ან მატების პლატო გრძელდება 4-6 კვირამდე. 2 დღე სასტორი გაჩერდა ფიზიოლოგიური ამბავია. თუ 4-6 კვირამდე ჩემი შედეგები არ იძურის არ ძევით არ თქვევით, ნიშნავს რომ კალორიების ნორმაში ვარ. ანუ თუ კლება იყო ჩემი მიზანი, აღარ ვარ კალორიების დეფიციტში. ეს არის რეალური წონის კლუბის პლატო. შენასაც მეუბნები და რაც გამოგვიცდია ყველას არის ცრუ პლატო. როცა იმდენად სტრესულად წავიყვანე ჩემი კვების სტილი, რომ მართლა მოხდა ჩემი ჰორმონალური ბალანსი, მათ შორის შეიძლება ძილი გამიფუჭდა და ამან იქონია ძილის ხარისხი და ერთი გადახვეული კვებით ცოტა დამშვიდდი. მოქმედებს, ოღონდ თუ მოქმედებს, იმას კი არ ნიშნავს რომ სწორი მოქმედება, იმას ნიშნავს რომ ის ერთი კვირა რასწორად გაატარე. ზედმეტად დიდი დეფიციტი იყო, ზედმეტად ბევრი შეზღუდვა იყო. ამიტომ cheat meals არ დავარქმევდი, მაგას დავარქმევდი ადეკვატურ ჭრილში, refeeding meals ესე ეძახეთ, რაც არის შევსების კვება. ანუ cheat meals კი არ მიუსწრაფოდე, ერთი დღე მქონდეს კვირაში, თუ ინტენსიურად მიუყვები, სადაც ვიცი რომ იმ ერთ კვირაში ვარ კალორიების ნორმაში. ხო, განსაკუთრებით ვიგრძენი ეს მაღალი ინტენსიური ვარჯიშების დაწყებისას ეს ამის ეფექტი და ეგრე იქნებოდა. იმიტომ რომ ზედმეტად დიდ კალორიულ დეფიციტში მოიქეცი დიდი ალბათობით იმ პერიოდში, როცა კვების ზედმეტად კონტროლიც დაიწყე. ამიტომ cheat meals კონცეფცია ნაწილობრივ სწორია, ამიტომ cheat meals არ დავარქმევდი. არ მექნებოდა cheat დღე, იმიტომ რომ დღეში არა, დღე ბევრი ხო, ერთი ჭამა, ერთი კვება იგულისხმობს. cheat meals არ დავარქმევდი refeeding meals, ანუ შევსების meals. გადახვევას კი არა, შევსებას დავარქმევდი, სადაც მეცნებოდა რომ კვირაში ერთი დღე მაქვს კალორიულ დეფიციტში თუ ვიყავი 6 დღე, დღეს ვარ ნორმაში, თუ მჭირდებოდა 3000 კალორია და წინა კვირები მივირთმევდი 2000, დღეს 3000 მივირთმევ, ანუ ერთ კვებაზე შემიძლია დაახლოებით 1000 კალორია ან 3 კვებაზე გადავანაწილო და დავარქმევდი შევსების კვებას და არა cheat meals, იმიტომ რომ ნეგატიური განცდებია ყოველთვის დარღვევასთან და გადახვევასთან. ხო, cheating-ი და მე თუ ერთხელ ქენი მე შეიძლება მთელი დღე გაგიგრძელდეს ეს. ზუსტად. ამიტომ ჯობია ნაცხრები და ტორტები მე ზემოთ. რომელიც დიდალობით ეგრე იქნება და მე ორშაბათს დაელოდები ახალი გეგმის. ხო, ბარემ უკვე დავარღვიე და აზრი აქვს დღეს და. ზუსტად. კარგი, რამე ამ თემაზე იყო ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, შეიძლება გამოგჩან, მე მგონი მნიშვნელოვანი წერტილებზე ვისაუბრეთ და მადლობა სწორი კითხების ასმისთვის. ყველაზე მთავარი რაც იყო, რაც თქვით არის კვება პირველ რიგში, ყოველთვის ამ კითხვას როგორია ჩემი კვების სტილი, რა მინდა და როგორ ჩამორჩება ჩემი კვების სტილი იმას რაც მინდა. ამას როგორ ვავსებ, რამე სხვა საკვები თუ საკვები დანამატით. არც ერთი ცხიმის სწორი საკვები დანამატი არ წოვს ცხიმს და ყველა საკვები დანამატს არ აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის მაღალი ხარისხი. მცირედია ესეთი რაც ჩამოვთვალეთ, ამის მიღმა
ლინკზე თუ გადავლენ, იქ ძალიან ბევრ საინტერესოს ნახავენ, ვისაც უყვარს ჩაღრმავება და კითხების დასმა და მათ შორის გადამოწმება იმ ყოველფრის სახელით ვისაუბრეთ. ხო, ეს ლინკი რომელსაც გავამიგზავნე და აღწერაში ჩავუმატებთ. მოკლედ დასკვნა ესეთი ბევრი შეიძლება გამოვიტანოთ, აქედან არის რომ პროტეინი კარგია, მაგრამ თუ ვიკობებით საკმარისად საჭირო არ არის, შეგვიძლია ამაში ფული არ დავხარჯოთ, იმიტომ რომ ძვირი ღირს ძალიან, მით უმეტეს კარგი. კრეატინიც არ არის აუცილებელი, მაგრამ ჯობია თუ რამეს დავამატებთ, პირველ რიგში კრეატინი იყოს. არსებობს რამე ბრენდი ამ წარმოებული, რომელიც შეიძლება ურჩიო თუ თვითონ გადაწყვეტს მაყურებელს. კი, კრეატინ მონოჰიდრატი თითქმის ყველა ბრენდი, რომელიც საქართველოს შემოდის, ერთნაირი ხარისხისა. ხო, გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ბოლო შეკითხვა ტრადიციული, რა არის ცხოვრების აზრი? განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა პროფესიის და ასე ვთქვათ, თავგადასავლების და ბექგრაუნდის ადამიანებიც ამყავს მათი გადმოსახედიდან. ალბათ ვიტყოდი ყველაზე მთავარ წერტილს კეთილდღეობის მაქსიმალიზაცია. არა მხოლოდ ცხოვრების დროის, არამედ ხარისხის გაზრდა. არ ვებრძოლოთ დაავადებას, არამედ იმ წერტილში მივიდეთ, სადაც მარტო ჯანმრთელი კი არ ვარ ბედნიერი. ამას სჭირდება ჩემი ემოციური, ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის კომბინაცია, რომელშიც ყობას დიდი როლი უჭირავს, ამიტომ ალბათ ცხოვრების აზრი არის კეთილდღეობის მაქსიმალიზაციამდე მიყვანა იმ საყოველთაო ხალხთან ერთად, რომელთან ერთადაც მინდა დიდხანს და ღირებული დრო გავატარო. ხო, თორე ისე აზრი აქვს კიდე ჯანმრთელ ცხოვრებას და კიდე ყვებას და აზრი 120 წლამდე თუ გცივა და ქშია, საწოლში წევხარ, ალბათ ცხოვრება არც მოგინდება. ხო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, მადლობა რომ დრო დაგვითმე, ამდენი ცოდნა გაგვიზიარე. ხო, ერთი კითხვა მოვინიშნე, რომელსაც კითხავ, კიდე ესეთი მიდგომა მაქვს გაგებული, რომ თქვა კალორიები როგორ დავთვალო, რამდენი ცილა მივიღო. ვარა 100 კილო და დავიწყებ ვარჯიშს 100 კილოდან დავთვალო, ის გრამ-ნახევარი თუ რაწმაზეც მინდა ჩამოვიდე, თქვა მინდა რომ იყო 90 და 90 გამრავლო გრამ-ნახევარს და იმდენი მივიღო. ძალიან კაი კითხვა. თუ არ მაქვს სიმსუქნე, ანუ არ ვარ BMI სიმსუქნეში და ჩემი წონა არ არის ძალიან მაღალი, მაშინ ვთვლი იმ წონაზე, რაზეც ვარ. მაგალითად, თუ ვარ მამაკაცი, ვარ 180 სანტიმეტრი, 120 კილოგრამი, 120 კილოგრამა მამაკაცმა, რომელიც ინტენსიურად ფიზიკურად იწყებს ვარჯიშს 2.2-ზე რო გაამრავლოს თავის წონა, ძალიან მაღალი რიცხვი გამოდის. ამ დროს უკვე ვითვლით ხოლმე სასურველ სამიზნე წონაზე. ხო, და ის გადავამრავლებ, იმიტომ რომ შეუძლებელი გამოდის იმედად. თუ მინდა რომ 120 ვარ და გავხდი 100 გავამრავლო გრამ-ნახევარზე ან გრამი და 8-ზე და იქიდან დავთვალო. ზუსტად, თუ სიმსუქნესთან შემეცხედება საკმაოდ სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანმა თავისი არსებული წონა გამრავლოს კოეფიციენტი. გასაგებია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ასევე გამოიწერეთ თორნიკეს არხი, რომელიც მითითებული იქნება აღწერაში. ძალიან საინტერესო ამბობს გაიგებთ და ეს ნუტრიციოლოგია ძალიან ღრმა თემა არის და ეხლა ჩვენ ამდენი ხანი დაახლოებით საათნახევარი იყო, ხო? საათნახევარია ვისაუბრეთ მარტო დანამატებზე, ისიც მიმოვიხილეთ. კონკრეტულად. ხო, და ამიტომ ძალიან ესეთ სიღრმისეული თემა არის და შეგიძლიათ გადახვიდეთ ძალიან კარგი ეპიზოდები და გამოიწერეთ ასევე თორნიკეს არხიც. მადლობა და ნახვამდის. დროებით.